დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ რასაკვირველია დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ. იმ ადამიანზე, რომლის სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა და რომლის სიცოცხლეც ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე ყოველ დღე. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლის შესახებ, ცხოვრების ხარისხისა და დღეგრძელობის შესახებ. და ვითვალისწინებთ იმას, რომ არ არსებობს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი იმ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, რასაც ქვია საზოგადოების ჯანმრთელობა. მე რა რომ ხელი ან ფეხი არ მტკივა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ვარ. როდესაც მე მაქვს ცხოვრების კარგი ხარისხი და მაქვს ამის განცდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არსებობს კრიტერიუმები, რომლითაც შეიძლება შევაფასოთ, მაგალითად, საზოგადოების ჯანმრთელობის დონე, მაგალითად, საზოგადოების ეკონომიკური დონე, გარემოს უსაფრთხოება, აუცილებლად განსაზღვროთ ჩვენი სოციალური კომპონენტები და მხოლოდ ამის შემდეგ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ჩემი ცხოვრების ხარისხი მაღალია. ჩვენ ყოველთვის გქონდა ამის განცდა და ამიტომ ჩვენს გადაცემაში სისტემატურად ვსაუბრობდით არა მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომელიც უმრავლესობას ეხება ბევრ ადამიანს, არამედ ვსაუბრობდით ისეთ საკითხებზეც, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანს ეხება ერთი შეხედვით ცოტა ადამიანს, მაგრამ საზოგადოებისათვის, განვითარებული მწიფე საზოგადოებისათვის, 1 და 100 ადამიანის პრობლემა ერთნაირად სადარდებელი უნდა იყოს. და ამიტომ გაჩნდა ჩვენს გადაცემაში აუცილებელი კომპონენტი. სხვადასხვა იშვიათ პრობლემებზე საუბარი იქცა ტრადიციად. უფრო მეტიც, ჩვენ ყოველწლიურად თებერვალში გვაქვს კვირეული, როცა ვიკრიბებით და საზოგადოებას ვახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს თუნდაც ის იშვიათი პრობლემები, რომელიც სტატისტიკურად თითქოს ცოტაა. მაგრამ ჯამში გაცილებით იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია. დიახ, თქვენ გახსოვთ წლევანდელი მთავარი ფრაზა, რომელიც იშვიათი დაავადებების დღეს და ამ კვირეულს ჰქონდა. იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს ერთი შეხედვით მხოლოდ რაოდენობას ეხება? დიახ, შეიძლება ასეც ვიფიქროთ, იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ იშვიათ დაავადებებზე, დიახ, ცალ-ცალკე ის ცოტაა. ცალ-ცალკე ერთი დიაგნოზი თითქოს ძალიან მცირე რიცხვს ეხება ადამიანებისა, მაგრამ საერთო რაოდენობამ იშვიათი დაავადებებისა უკვე 300 მილიონს გადააჭარბა მსოფლიოში. ანუ გამოდის, რომ ის რაოდენობა არის გაცილებით მეტი, იმაზე მეტი ყოველ შემთხვევაში, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგრამ ამ ფრაზას აღმოაჩნდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მნიშვნელობაც. მნიშვნელობა, რომელიც ყველასათვის გასათვალისწინებელია. არის თუ არა საჭირო ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა და თუ ისევ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებას დავუკვირდებით, რა არის ჯანმრთელობის კრიტერიუმი, რა არის ჯანმრთელობის ინდიკატორი, რა განსაზღვრავს ერთი ადამიანის ჯანმრთელობას. ბევრი ფაქტორია იქ ჩამოთვლილი, მაგრამ ერთ-ერთი არის მხარდაჭერა. როგორია ადამიანის მიმართ მხარდაჭერა, პრობლემის მქონე ადამიანის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და წლევანდელმა სლოგანმა, რომელიც იშვიათი დაავადებების დღეს უკავშირდება, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ადამიანური მხარდაჭერა შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენიათ. შეიძლება ეს პრობლემა ერთეულ ადამიანებს, ერთეულ ოჯახებს უკავშირდებოდეს, მაგრამ მხარდაჭერას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და სწორედ მხარდაჭერის ხარისხი იზომება საზოგადოება. მე მინდა გაგახსენოთ ჩვენი დამოკიდებულება იშვიათი დაავადებების მიმართ, რომელიც 10 წლეულებს ითვლის. ეს არ არის გუშინ ან თუნდაც წინა წელს დაწყებული კამპანია და ეს დამოკიდებულება იყო უცვლელი მხარდაჭერით ახსავსე და მე მინდა გაგახსენოთ ერთ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება. მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობდით აქონდროპლაზიაზე, მაშინ, როდესაც ჩვენ სპინალურ კუნთოვან ატროფიაზე ვსაუბრობდით, მაშინ, როდესაც დუშენის დაავადებაზე, დუშენის სინდრომზე პირველად დავიწყეთ საუბარი. წლები გავიდა მას შემდეგ და მე მინდა ვისარგებლო ახლა შემთხვევით ეს რომ მხოლოდ სიტყვები არ იყოს, გავიხსენოთ ერთი კონკრეტული რგოლი, რომელიც სისტემატურად გადიოდა ჩვენს გადაცემაში, რგოლი, რომელიც 2023 წელს მოვამზადეთ და 2024 წლის დასაწყისშივე უკვე მაყურებელმა იხილა. ეს რგოლი
არა ერთჯერადად, არამედ მრავალჯერადად გადიოდა ჩვენს ეთერში და აი ამ პრობლემას უკავშირდებოდა. სხვათა შორის ექიმების გეცნობათ აუცილებლად, ვინც ამ რგოლში იღებს მონაწილეობას და ეს არის მხოლოდ პატარა ეპიზოდი, პატარა ფრაგმენტი იმისთვის, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი ლოგიკურად, მწყობრად, თანმიმდევრულად და რაც მთავარია, ბუნებრივად აღიქვათ. იშვიათი დაავადებები დღეს კვლავ გამოწვევა არის მსოფლიოსთვის. ნაკლებია ცნობადობა, პაციენტები ხშირად გადიან გრძელ გზას დიაგნოზის მიღებამდე, თუმცა ნამდვილად გასახარია, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც ცნობადობა მოიმატა, უფრო მეტი და მეტი პაციენტი ასრულებს თავის დიაგნოსტიკურ ოდისეას და შესაბამისად ღებულობენ დიაგნოზს, რაც სამომავლოდ მკურნალობის საწინდარია. გასახარია, რომ გვაქვს წინსვლები მკურნალობის საშუალება, როგორც სპინალური კუნთოვანი ატროფიის დროს, ასევე ველოდებით ჯუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო საშუალებებს, ეს ძალიან გასახარია და მინდა ვთქვა, რომ პაციენტების და ექიმების ერთობლივი შეთანხმებული მუშაობა გადამწყვეტია. მთავარი გამოწვევა არის დროული დიაგნოსტიკა, რადგან დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების მიმდინარეობა იყოს მსუბუქი და აღნიშნული პაციენტების უნარჩვევები იყოს მსგავსი, როგორიც არის ჯანმრთელი ბავშვების. ამისათვის აუცილებელია ნეონატალური სკრინინგი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავსვათ დიაგნოზი მანამ, სანამ ბავშვებს გამოუვლინდება დაავადება. დღეს არის იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე, ცალკე იშვიათი ვართ, ერთად ძლიერები. თქვენ გახსოვთ, ჩვენი გადაცემა ყოველთვის გიზიარებთ ინფორმაციას, რომელიც მტკიცებითი მედიცინის მონაცემებს ეყრდნობა. რას ნიშნავს მტკიცებითი მედიცინა? მტკიცებითი მედიცინა ეს არის სრულიად ახალი, ყველაზე თანამედროვე მოდელი მედიცინის და სამედიცინო ინფორმაციის აღქმისა, სადაც ყველა მტკიცებულება არის საუკეთესო არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოგვიყალიბდეს წარმოდგენა სხვადასხვა პრობლემაზე. და პირიქით, თუ არ გვაქვს სათანადო მტკიცებულებები, აუცილებლად ეჭქვეშ დავაყენოთ ესა თუ ის საკითხი. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რა არის ყველაზე სანდო მტკიცებითი მედიცინისათვის, მე შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად ჩემი აზრით, მტკიცებითი მედიცინისთვის ეს იქნება ყველაზე ავტორიტეტური მოსაზრება. არა. რადგან მტკიცებითი მედიცინისათვის უდავოდ გასათვალისწინებელია პროფესიონალთა მოსაზრება, ძალიან მნიშვნელოვანია საექსპერტო აზრი და პოზიცია, მაგრამ გადამწყვეტი არის იმ კვლევათა მონაცემები, რომელიც შემთხვევითი წესით ბრმად ტარდება და ასეთ შემთხვევაში მათი სანდოობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მტკიცებულება. და აი ამ იერარქიაში მტკიცებითი მედიცინა იყენებს ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ თავი მოუყაროს ინფორმაციას და როგორც პროფესიონალთა პოზიციები, ასევე კვლევებით მიღებული დადასტურება გამოიყენოს ამა თუ იმ პრობლემის მართვისთვის. ასე ყალიბდება ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ როგორც საერთაშორისო რეკომენდაციას. ნებისმიერ დაავადებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სარგებლობთ საერთაშორისო რეკომენდაციით, მაშინ ამის მიღმა, ამ სიტყვათა შეთანხმების მიღმა იგულისხმება სწორედ პროფესიონალთა დიდი გამოცდილება, სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალთა დიდი გამოცდილება და უპირველეს ყოვლისა უამრავი მასშტაბური შემთხვევითი ბრმად ჩატარებული კვლევა იმის დასტურად, რომ ჩვენ გვაქვს ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის უფლება. ასეთ შემთხვევაში ყალიბდება შემაჯამებელი დოკუმენტები, რომელიც ქვეყნდება და რომელიც შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის მართვისთვის გამოიყენოს დარგმა. ასე ჩამოყალიბდა ის ხედვა, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს გამოქვეყნდა. დიახ, 2010 წელს ჟურნალში The Lancet Neurology გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც თავს უყრიდა დუშენის სინდრომის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. დიახ, ეს ინფორმაცია ძალიან საინტერესო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ პირველივე ნაწილი, რომელიც გამოქვეყნდა, სათაურში ატარებდა ფარმაკოლოგიური და ფსიქოსოციალური მართვის საკითხებს. რასაკვირველია, მას ჰქონდა გაგრძელება და მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობას უსვამდა ხაზს. წინააღმდეგ შემთხვევაში დუშენის სინდრომის მართვა არ აღიქმებოდა სრულყოფილად.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ აი ასე ჩამოყალიბდა დუშენის სინდრომის მოვლის მოსაზრებები. ქართულად ცოტა უხერხულად ჟღერს, მაგრამ ინგლისურად ჟღერს როგორც care considerations. სწორედ მათი განახლებული ვერსია, აი ამ care considerations განახლებული ვერსია 2018 წელს გამოქვეყნდა და თქვენ გაქვთ საშუალება ბანერზე დაინახოთ ზუსტი თარიღები, როდის გამოქვეყნდა ეს პუბლიკაციები, რა სათაურებით გამოქვეყნდა და თუნდაც მიაქციოთ ყურადღება ვინ იყო ავტორები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოქვეყნდა ეს მასალა იგივე ეგიდით, როგორც შემაჯამებელი საერთაშორისო დოკუმენტი, როგორც ორიენტირი გზამკვლევი პროფესიონალებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოქვეყნდა ისევ The Lancet Neurology-ში. ანუ იგივე გამოცემა მაიღო ეს პასუხისმგებლობა. თუმცა ეს პუბლიკაციები თქვენ შეიძლება სხვა გამოცემებშიც ნახოთ, მაგალითად Pediatrics ან რომელიმე საინფორმაციო სამეცნიერო პორტალში ადვილად იპოვით ამ პუბლიკაციებს თუ დაინტერესდებით. მთავარი საკითხი კი აქ ის არის, რომ სწორედ ამგვარმა მიდგომამ, უკვე 2018 წელს განახლებულმა მიდგომამ ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რომელიმე ერთი დარგის ან რომელიმე ერთი პრობლემის გააზრება დუშენის სინდრომის მართვასთან დაკავშირებით, არამედ მრავალი დარგის სპეციალისტის ჩართულობას, როგორიც არის ნევროლოგი და ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური ასპექტების, ასაკობრივი ჯგუფების ცვლილების, ანუ ერთი ასაკიდან მეორე ასაკში გადასვლის და მრავალი სხვა საკითხები, მათ შორის გადაუდებელი კრიტიკული მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს არის ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ დუშენის სინდრომის მართვასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებამ დიდი ხანია დაიწყო ფიქრი ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. და აი ამ მიდგომაში ხაზგასმულია საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდი და ფარმაკოლოგიური მართვის საშუალებების მუდმივი ძიება. უნივერსალურია ასეთი მიდგომა, პრინციპი უნივერსალურია. სამკურნალო საშუალებების მიმართ დამოკიდებულება დამყარებულია უამრავ ობიექტურ მტკიცებულებაზე და ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს. ეს დოკუმენტი ყველა ქვეყანამ სათავისოდ მოირგო, შეიძლება ასეც ვთქვათ, მაგალითად სპეციალური დოკუმენტები შეიქმნა დიდ ბრიტანეთში. მაგრამ მთავარ ორიენტირად მაინც რჩება სწორედ ეს პრინციპი, როდესაც მულტიდისციპლინური გუნდი და სამკურნალო საშუალებების ურთიერთშერწყმა ქმნის იმ შესაძლებლობას, რომელიც წარმატებულ მართვას გულისხმობს დუშენის სინდრომის შემთხვევაში. არის თუ არა ეს ასეთი ხედვა საყოველთაოდ გასაზიარებელი, არის თუ არა მნიშვნელოვანი ამ ხედვასთან მიმართებაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების აზრის გათვალისწინება, მშობელთა აზრის გათვალისწინება. დღეს ვეცდებით სწორედ აი ამ კუთხით მოვუყაროთ მათ მოსაზრებებს თავი ჩვენს გადაცემაში და თანმიმდევრულად გაგიზიაროთ მათი პოზიციები. ვაგრძელებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას, ვაგრძელებთ ძალიან განსხვავებულ საუბარს, რომელსაც რამდენიმე წახნაგი ექნება და გარწმუნებთ, ყველა ეს წახნაგი იქნება თქვენთვის საგულისხმო და გასათვალისწინებელი და ჩვენი გადაცემის პირველ ბლოკში მე წარმოგიდგენთ ჩემს კოლეგებს, ადამიანებს, რომლებიც დუშენის სინდრომის მართვასთან დაკავშირებით წარმოადგენენ ინტერდისციპლინურ გუნდს. დღეს ეს გუნდი არის ჩვენ სტუდიაში და მე იმ თანმიმდევრობით წარმოგიდგენთ, რა თანმიმდევრობითაც ჩემგან სხედან, თეონა შათირიშვილი, ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი, ქალბატონი თაკო დევდარიანი, ბავშვთა კარდიოლოგი, ქალბატონი ნინო ხელაძე, ბავშვთა ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი, ბატონი ბიძინა კანაშვილი, ბავშვთა ორთოპედ ტრავმატოლოგი, პროფესორი. დილამშვიდობისა კოლეგებო. მიხარია, რომ დღეს ჩვენთან გადაცემაში სტუმრად ბრძანდებით და მე განსაკუთრებით მიხარია, რომ თქვენ ქმნით იმ გუნდს, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, მეთვალყურეობა, ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო იშვიათი პრობლემისა, რომელსაც დუშენის სინდრომი ქვია, დუშენის კუნთოვანი დისტროფია. ქართულად უფრო სწორი იქნება შერბილების გარეშე გამოვთქვათ დუშენის კუნთოვანი დისტროფია, თუმცა ცოტა არ იყოს არ ვართ ამას მიჩვეული კეთილხმოვანების თვალსაზრისით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, თუ ჩვენ ვამბობთ ინტერდისციპლინური, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რას ნიშნავს ის ინტერდისციპლინური მიდგომა.
რაში მდგომარეობს მისი არსი, რა საჭიროება არსებობს კონკრეტულად ამ სინდრომის შესახებ, როდესაც საუბრობთ, რატომ არის საჭირო სხვადასხვა სპეციალობის ექიმების გაერთიანება და რას ველოდებით ამ გაერთიანებისაგან. ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს გუნდი არის ოფიციალურად ახალბედა. ხომ ასეა? მოდით აი აქედან დავიწყოთ, რამდენი ხანია რაც ეს გუნდი შეიქმნა, როდიდან შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამ საკითხებზე ძალიან დიდი ხანია მუშაობთ, გუნდი თვითონ ინტერდისციპლინური შემადგენლობით როდიდან არის და რა საჭიროებაა იმ არსის გათვალისწინებით, რაც აქვს საერთოდ ინტერდისციპლინურ გუნდს. მოგესალმებით. ჩვენი გუნდი, ჩვენი კლინიკის გუნდი უკვე წლებია გაერთიანებული ვართ დუშენის კუნთთა პროგრესული დისტროფიის დიაგნოსტირებული ბავშვების გარშემო, ალბათ 10 წელზე მეტია ჩვენ ვართ ერთად და მართავთ ამ პათოლოგიას. ეს არის გუნდი, რომელიც კარგად იცნობს ამ დაავადების იმ სპეციფიკას, რომელიც შესაძლებელია, თქვათ, არ იყოს სხვა კონკრეტული ექიმისთვის ცნობილი, არ იყოს ისეთი გათვითცნობიერებული, იმიტომ რომ ეს არის დაავადება, რომელსაც სჭირდება გარკვეული, განსაკუთრებული ცოდნა იმისთვის, რომ დროზე იქნას ამოცნობილი ის რისკები, გართულებების, რათა დროულად მოხდეს მისი მართვა და მაქსიმალურად მოხდეს დროში გადავადება იმ პრობლემების, რომელიც აუცილებლად მოდის ამ დაავადების დროს. როდესაც ეს გუნდი ფაქტიურად სულ მუშაობს ამ პაციენტებთან და ეს არ ეხება მხოლოდ დუშენის კუნთთა პროგრესული დისტროფიით დიაგნოსტირებულ პაციენტებს და ჩვენ ფაქტიურად ვფარავთ ყველა ნევრკუნთოვან დაავადებას, რომელშიც გაერთიანებულია სპინალური კუნთოვანი ატროფია და სხვა იშვიათი პათოლოგიები, რომელიც ექცევა ნევრკუნთოვანი დაავადებების ქვეშ. ყველაზე ხშირი ნევრკუნთოვანი დაავადებები ზოგადად მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენ პრაქტიკაში არის სპინალური კუნთოვანი ატროფია და დუშენის პროგრესული დისტროფია, რომელზეც ჩვენ უფრო დიდი გამოცდილება გვაქვს, თუმცა ჩვენ გვაკითხავს ასევე სხვა იშვიათი ნევრკუნთოვანი დაავადებები, რომელთაც სჭირდებათ მსგავსი მართვა, მაგრამ რა თქმა უნდა არა იდენტური, თუმცა ისეთი გუნდი და სპეციალისტები, როგორიც არის ნევროლოგი, როგორიც არის კარდიოლოგი, ორთოპედი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნუტრიციოლოგი, ეს არის ის მნიშვნელოვანი სპეციალისტები, რომელიც სჭირდება აუცილებლად ნევრკუნთოვანი დაავადებით დიაგნოსტირებულ ყველა პაციენტს და ოჯახს. მე ვახსენე ახალი გაერთიანება არა იმ გაგებით, რომ თქვენ თქვათ ამ ხრივ ახლა აგროვებთ გამოცდილებას. თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ ყოფილხართ ჩვენთან გადაცემაში. დუშენის კუნთოვან დისტროფიაზეც არაერთხელ გვისაუბრია, თუნდაც ამ შემადგენლობით, მაგრამ დღეს ჩვენ საუბრობთ სწორედ ინტერდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში, რომელიც თუ არ ვცდები 22 აპრილიდან ოფიციალურად შეიქმნა. როდესაც ჩვენ საუბრობთ შესაძლო სირთულეებზე და საჭიროებებზე. რატომ გახდა საჭირო, რომ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი იყოს ამაში ჩართული და რა საჭიროება აქვთ ამ ბავშვებს? ისეთი, როდესაც ყველა სპეციალისტი უნდა იყოს ერთდროულად მობილიზებული იმისათვის, რომ პრობლემები ავიცილოთ თავიდან, გადავავადოთ, ან არსებული პრობლემების შემთხვევაში, რაც შეიძლება ოპერატიულად სხვადასხვა სპეციალობის ჭრილში მივეხმაროთ პატარებს, რომ ეს პრობლემები დაძლიონ. დუშენის კუნთოვანი დისტროფია ეს არის პროგრესირებადი და ამავე დროს სისტემური დაავადება, ამიტომ ერთი ექიმის მიერ ამ პრობლემის მართვა არ არის საკმარისი. და რეალურად აი კარდიოლოგია ამიტომაც უნდა მოხდეს ყველა ესე იგი დაავადების მართვა და ყველანაირი მკურნალობის განხილვა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ. აუცილებლად, ვინაიდან ეს არის ბევრად უფრო ეფექტური და თქვენ გადაცემის დასაწყისში სწორად აღნიშნეთ, ჯერ კიდევ 2010 წელს იყო ამაზე საუბარი, სტატია გამოქვეყნდა Lancet-ში, ეს არის ძალიან სარწმუნო
ჟურნალი, სამეცნიერო ჟურნალი და სტატია გვეუბნება, კვლევის შედეგები გვეუბნება, რომ სწორედ ინტერდისციპლინური გუნდის მიერ პრობლემის, ასე ვთქვათ, მოგვარება არის მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამ პაციენტების სიცოცხლეს და ეს არის დაახლოებით 20 წლიდან 30-40 წლის ასაკამდე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია. როდესაც ჩვენ საუბრობთ დროის ფაქტორზე, იმიტომ რომ სწორედ ქალბატონმა თაკომ როგორც ბრძანა დროის შეძენა, დროის მოგება, აქ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც მედიცინის განვითარებასთან და სწრაფ განვითარებასთან ერთად ზრდის შესაძლებლობებს. ნებისმიერი ნაბიჯი აქეთ გადადგმული არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ საუბრობთ შესაძლო შედეგებზე, რას ველოდებით ასეთი ინტერდისციპლინური მართვით? თქვენ ამას წლების მანძილზე აკეთებდით სხვადასხვა იშვიათი დაავადების დროს, თანამშრომლობით. თუმცა დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვაში რას შეცვლის ინტერდისციპლინური მართვა? რას გააუმჯობესებს იმ ბავშვების შემთხვევაში და იმ მშობლების შემთხვევაში, რომელთაც სრულიად შეცვლილი ცხოვრების წესი აქვთ და რომელთა ყოველდღიური არსებობა ორიენტირებულია და მიმართულია საკუთარი შვილების პრობლემების მართვაზე? ინდივიდუალური მომართვიანობა და აი ეს რაც წესით ამ ინტერდისციპლინარ გუნდმა უნდა გააკეთოს, ინდივიდუალურ პაციენტებს უკეთდებოდა. ოღონდ ეს თუ მოგმართავდა მშობელი და თუ ქონდა ამისი ცოდნა და რესურსი, რომ ეს გაკეთებულიყო. ახლა რაც არის მოსალოდნელი, არის რომ ყველასთვის იყოს უნივერსალურად ხელმისაწვდომი ის აუცილებელი კვლევები, ის აუცილებელი ჩარევები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული და რაც უკვე უამრავი სამეცნიერო პუბლიკაციით დასტურდება, რომ არის ეფექტური და აუცილებელი როგორც თვითონ დაავადების, ასევე მისი გართულებების მართვის კუთხით. იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ნევროლოგიური დაავადება, ეს არ არის მხოლოდ სიარულის ან მოძრაობის შეზღუდვის პრობლემა. ამ დაავადების დროს ბევრი ორგანო ზიანდება თვითონ ძირითადად დაავადების არსიდან გამომდინარეც და ზიანდება შემდგომ იმ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაშიც, იმ ერთადერთი დამხმარე საშუალების შემთხვევაშიც, ან იმ აღიარებული მედიკამენტის საშუალებით, რაც ამ წუთში არის ხელმისაწვდომი. ეს არის სტეროიდული პრეპარატები, რომელიც დაახლოებით 80-იანი წლებიდან ჩატარდა კლინიკური კვლევები და 2000 წლიდან ჩაითვალა, რომ ეს მნიშვნელოვნად შესაძლებელია სვლიდეს ამ დაავადების მდგომარეობას და შედარებით ახანგრძლივებდეს და ინარჩუნებდეს კუნთოვან მასას. თუმცა მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არ არის ძალიან მარტივი პრეპარატები და თავისი არსით მასაც აქვს გარკვეული გართულებები, რომელსაც ასევე ჭირდება მულტიდისციპლინარული მართვა. ეს თუნდაც გარკვეული გვერდითი ეფექტების მქონე, რისკების მქონე, როგორც თქვენ ახსენეთ, პრეპარატები და ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ სამკურნალო საშუალებებს აქვს თავისი გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხანგრძლივად მის გამოყენებაზე ელაპარაკი. პროგრამულად იყო ხელმისაწვდომი ამ ბავშვებისთვის ეს საშუალებები? ეს მედიკამენტი დღესაც პროგრამულად არის ხელმისაწვდომი დეფლაზოკორტი, რომელსაც პაციენტები დაფინანსებით იღებენ. ეს არის მედიკამენტი, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი სიარულის გადავადებას დაახლოებით 2-3 წლით, თუმცა მას აქვს ბევრი გვერდითი ეფექტი და ამ გვერდითი მოვლენების მართვა არც ისე მარტივი არაა ოჯახისთვის და მშობლისთვის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხშირად ასეთ პაციენტებს ხშირად უწევთ მისვლა ექიმთან. შესაბამისად, როდესაც ის არ არის დაფინანსებული, ასეთი მკურნალობა და ზედამხედველობა პაციენტის და ოჯახის ყოველთვის ფრაგმენტული არის და ხშირად ეს არ ყოფნის დაავადების არ ყოფნის ამას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია
ასეთი პაციენტების ზედამხედველობა იყოს მუდმივი და უწყვეტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გუნდმა უნდა მოუაროს მას 6 თვეში ერთხელ, ეს არის აუცილებლად, მაგრამ თუ მანამდე პაციენტი ჭირდება გუნდის ან კონკრეტული ექიმის სპეციალისტის თანადგომა, ის აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან და როდესაც გარდა გეგმიურისა და ზოგადად ეს მულტიდისციპლინური მიდგომა პრობლემაზე გულისხმობს იმას, რომ პაციენტმა კი არ უნდა იაროს ექიმებთან და მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ კუნთოვან დისტროფიაზე და დუშენზე, როდესაც ვიცით, რომ დაახლოებით 10 წლის შემდეგ ისინი კარგავენ დამოუკიდებელი სიარულის უნარს, პირიქით ჩვენ ექიმები უნდა გავერთიანდეთ მათ გარშემო, ის უნდა იყოს ერთ კონკრეტულ ადგილას და ჩვენ უზრუნველყოთ ის სამედიცინო სერვისების განხორციელება, რომელიც არ იქნება მისთვის ტრაუმული. თუ პაციენტი გადავიდა ერთი კლინიკიდან მეორეში, მეორედან მესამეში, მაშინ ეს გუნდი რეალურად აუცილებლად დაიკარგება, ამ გუნდთან კოორდინირება არ იქნება მარტივი და საერთო რეკომენდაციების გაცემა არ იქნება მარტივი. შესაბამისად, მულტიდისციპლინური გუნდი ნიშნავს გუნდს, რომელიც არის ადგილზე პაციენტის გარშემო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე, ოჯახის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ საუბრობთ პრობლემაზე, რომელიც იზოლირებულად ბავშვის პრობლემა არ არის. ჩვენ საუბრობთ მდგომარეობაზე, როდესაც რადიკალურად შეცვლილია მშობლის ცხოვრების წესიც და ჩვენ პრაქტიკულად ვართ ჩართული პროცესში, სადაც სამედიცინო მეთვალყურეობასთან ერთად ჩვენ გარკვეული მხარდამჭერი მოქმედება გვაქვს მშობლის და ოჯახის მიმართ. როდესაც თქვენ ერთვებით ბიზინა ამ პროცესებში არის თუ არა მნიშვნელოვანი ის წახნაგი, როგორც ორთოპედ ტრავმატოლოგისათვის, რომელიც ამ ბავშვების მართვასთან დაკავშირებით უშუალოდ თქვენი სპეციალობის ექიმს ეხება. როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ამან ბავშვების ცხოვრების ხარისხი და ოჯახების ცხოვრების ხარისხი? დიახ, სწორედ ორთოპედია არის დარგი, რომელიც სიცოცხლის ხარისხზე ყველაზე მეტად ორიენტირებული. ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ხო, ზუსტად მაგაზეა მიმართული და რა მომენტია ის, რომ თუ პაციენტს აქვს მხარდაჭერა, ეს არის ძირითადად ოჯახზე საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენი მკურნალობაც გაცილებით უფრო ეფექტური არის. და გუნდს რაც შეეხება, ხო, თუ გუნდური მოთამაშე არ ახარ, ნიშნავს რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, იმიტომ რომ თანამედროვე მიდგომა მარტო საქართველოში არა, ხო, წამყვან ქვეყნებში და კლინიკებში არის ის, რომ გუნდი უნდა მართავდეს და რატომ? აი თუნდაც ქალბატონი თეონა თუ არ გამოაგზავნის პაციენტს, ან თუნდაც მემყოლია პაციენტები, ვიზეც მიეჭვია რომ აქ რაღაც მსგავსი მდგომარეობა იყო და მასთან გამიგზავნია, ხო? ანესთეზიისთვის ქალბატონ თაკო თუ არ დაგვთავსნებას, პრაქტიკულად გამოდის, რომ იმ გეგმიურ ოპერაციას მე ვერ გავაკეთებ. ქალბატონი ენდოკრინოლოგი ძვლისსიკვრივეს თუ არ გააუმჯობესებს, ლოგიკურია რომ რაც არ უნდა ჩვენ მოტეხილობა ვმართოთ, ისე მოხდება და ძვლის მინერალიზაცია თუ არ გამოსწორდა, ანალოგიური რისკის ქვეშ ისევ დგება პაციენტი და თუნდაც ავიღოთ ურჯენტი, ხო, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არ იყოს პაციენტი, რომელსაც ბევრ სხვადასხვა ექიმთან აქვს გავლილი ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რაღაც გადაუდებელი ჩარევა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვაკეთებთ. და რა არის, რომ როდესაც პაციენტის მონაცემები არის ცენტრალიზებული, რა თქმა უნდა, მე უკვე ვიცი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა და ჩვენ საქმეში რა არის, რომ ეს არ არის სტანდარტული ორთოპედია, ძალიან ბევრი ჩარევა, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირად კეთდება და თუ უბრალოდ ისე მივუდგებით ჩვენ რომ არის ან მოკლე აქილევსის მყესი ან სახსრის კონტრაქტურა, ხო, აქ აბსოლუტურად სხვა ჩვენებები არის და ზოგადად, როგორც ვთქვათ, აი ნერკუნთოვან ნოზოლოგიებთან ასოცირებული ორთოპედიული პრობლემები თემ მსოფლიოში როგორც წესი არის იზოლირებული სტანდარტული ორთოპედიისგან და აბსოლუტურად სხვა კონცეფციას ეფუძნება. ბიზია, მოდით მოკლედ ვთქვათ, ყველაზე ხშირად რა პრობლემებით ხდებიან ეს ბავშვები თქვენთან? და თითოეულმა თქვენგანმა რო ჩამოაყალიბოთ თქვენ სპეციალობაში რა კუთხით ეხებით ამ პრობლემას? მადლობა, კარგი კითხვა არის. პირველი არის რა, რომ ვინაიდან მობილობა და ძალა დაქვეითებულია, რა თქმა უნდა, კონტრაქტურები არის ძალიან ხშირი. ზოგადად ორთოპედიულ განვითარებას და კიდურის სწორფორმირებას სჭირდება ფიზიკური დატვირთვა და ეს ყველაფერი რომ იზღუდება, რა თქმა უნდა, ორთოპედიული დეფორმაციებიც მატულობს. საწყის ეტაპზე ყოველთვის ერთვება ხოლმე რეაბილიტოლოგი, იწყება გაწეულითი ვარჯიშები, იმიტომ რომ ადრეულ ეტაპზე მყესის დაგრძელებას ალტერნატივა რა თქმა უნდა აქვს და ჯობია თუ არაქირურგიულად შეიძლება მართვა, მასევე იმართოს.
მომდევნო ეტაპზე, როდესაც რეაბილიტოლოგი ამბობს უკვე, რომ ეს მყესის გაწევითი ვარჯიშები არაეფექტურია და კი ცადეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შედეგს ვეღარ ღებულობენ, შემდგომ ვერთებით და მყესოვანი ჩარევები არის საკმაოდ ხშირი, ხო, ფილქსოვილოვანი. და რატო იცით, რომ რეაბილიტაციის პერიოდია ხანმოკლე. ანუ კარგმა ორთოპედმა ყოველთვის უნდა გათვალოს, რომ ჩარევის შემდგომ რამდენად პაციენტი შეძლებს იმ ბარიერის გადალახვას, რაც რეაბილიტაცია ქვია. ძვლოვან ოპერაციებს რაც შეეხება, ოსტეოტომიებს, როგორც ვთქვათ, თუნდაც ქვემოვარდნილი სახსრის ჩაყენებას, როგორც წესი ვცდილობთ ხოლმე, რომ თუ აი ზღვარს არ გაცდა, არაფრით არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ჩარევები, რომელზეც აი აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც თუნდაც უბრალოდ თანდაყოლილი ქვემოვარდნილობა, ნამოვარდნილობა ვერ გამოუცნეს თავის დროზე და ვერ იმართა, მათაც კი უჭირთ რეაბილიტაცია და ყოველთვის რა არის, რომ მე თუნდაც უნდა მქონდეს დამზოგავ გადაწყვეტილებებს იღებთ ბავშვების მისამართი. დამზოგავ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ერთია იმისთვის, რომ ყესოვან დეფორმაციას ხშირად შეუძლია ჩვენ ძვლოვანი დეფორმაცია აგვაცილოს, იმიტომ რომ მასე ჯერ მყესი იწყებს დეფორმირებას და შემდგომ უკვე ძვლოვანი ნაწილია და გუნდის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ მე თუ არ მეცვდენია ელემენტარულად პაციენტის რეაბილიტაციის ხარისხი და სამომავლო პერსპექტივა, ხო, ნიშნავს რომ მე ვერ გავთვლი იმ ჩემ კონკრეტულ ჩარევას, თუნდაც 5 წლის მერე, ხო, რა შედეგი შეიძლება მოყვეს და გუნდი ამისთვის მართლა საკვანძო არის. ნინიკო, რა ენდოკრინოლოგიური პრობლემები აქვთ ყველაზე ხშირად ამ ბავშვებს? და რა უნდა იცოდეს თუნდაც ფართო საზოგადოებამ, იმიტომ რომ დაინახოს მრავალწახნაგიანობა ამ საკითხის. ალბათ მულტიდისციპლინარულ გუნდში ყველაზე მეტად გართულებებს და პრობლემების მართვა და დანახვა ალბათ უფრო ენდოკრინოლოგს უწევს. დიაგნოსტირებისთანავე უმეტესობა ამ ბავშვებს უკვე აქვთ გარკვეული ზრდის შეფერხება. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყველანაირი მულტიდისციპლინარული ჩარევა განსაკუთრებით ეფექტურია, რაც შეიძლება დროულად და მალე დაიწყება. ანუ ადრეულ ეტაპს. დიახ, დიაგნოსტიკის გაუმჯობესება, რაც შეიძლება მალე ამ პაციენტების პოვნა არის ალბათ მათი სიცოცხლის ხარისხისთვის და გამოსავლისთვის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი. შემდგომ არის, რომ პირველი უკვე ეს ბავშვები, როცა იწყებენ მოძრაობის შეზღუდვას, აქ ამ ეტაპისთვის სხვა არჩევანი არ არის და რეალურად მხოლოდ შეგვიძლია შევთავაზოთ უკეთეს შემთხვევაში დეფლაზაკორტი. როგორც კი ეს პრეპარატი იწყება, მასთან ასოცირებული გართულებები უკვე იწყება, გროვდება, რაც წლები გადის, ეს უფრო და უფრო რთული ხდება. აქ მოდის ის ფაქტორი, რომ ფაქტობრივად აჩერებენ ზრდას, უვითარდებათ ამ პრეპარატის ზემოქმედებით. უვითარდებათ კუშინგის მსგავსი სიმპტომები, ანუ ჩვენ ტელევიზიით ვხედავთ ძალიან საყვარელ ფუმფულა ბიჭუნებს, ეს ამ პრეპარატის გართულება. მისი გვერდითი ეფექტი. მისი გვერდითი ეფექტი არის უამრავი მეტაბოლური, ენდოკრინული ანალიზებში უამრავი ცვლილებები, მათ შორის უზმოზე გლუკოზის მომატება, ელექტროლიტური დისბალანსი თუ ასე შემდეგ, მაგრამ თავარი 2-3 მომენტი, სადაც მივდივართ, არის, რომ პრაქტიკულად ისინი ამ პრეპარატის სამკურნალო დოზაზე ვეღარ იზრდებიან სიმაღლეში. ამასთან ერთად ისინი წონაში ძალიან იმატებენ და ერღვევათ ფაქტობრივად სრული ენდოკრინული სისტემა. არ აქვთ გარდატეხის ასაკი, სასქესო ჰორმონები პრაქტიკულად არ იწყებენ. სქესობრივი მომწიფების ფაზა სქესობრივი მომწიფება, გარდატეხის ასაკი, რომელსაც ასე ელოდება ყველა ოჯახი, მშობელი, ბავშვი და ვიცით, რომ რთული პერიოდია ყველა ცხოვრებაში, ამ ბავშვებს პრაქტიკულად არ აქვთ. ეს ყველაფერი საბოლოოდ იყრის თავს და შემდგომ გამოიხატება ასევე იმით, რომ ძვალი ძალიან ზიანდება, ძალიან თხელდება, რბილდება და აქვთ პათოლოგიური მოტეხილობების მომატებული რისკი. შესაძლებელია უბრალოდ იჯდეს ბავშვი, რაღაცა ძალიან მცირე მოძრაობა გააკეთოს და მას მოტყდეს მაგალითად ხერხემლის მალა ან ხელი უბრალოდ რაიმეს მიარტყას და განუვითარდეს პათოლოგიური მოტეხილობა. მარტო მოტეხილობაში კი არ არის ამ დროს საქმე, იმის შეხორცებაც უკვე პრობლემური ხდება. რაც უფრო დრო გადის, კი ამ პრეპარატს ვიყენებთ იმიტომ და სხვა გზა არ გვაქვს და ეს აუცილებელია რომ გამოიყენოს, იმას არ ნიშნავს რომ რომელიმე პაციენტმა ეს არ უნდა გამოიყენოს, ეს არავითარ შემთხვევაში ამას არ ნიშნავს. ის არის ერთადერთი ეფექტური დამტკიცებული მიღებული, რაც შედარებით ინახავს კუნთოვანი მასის კარგვას, მაგრამ ამ ყველა გართულებებს დასაწყისიდანვე სჭირდება უკვე მალევე გამოვლენისთანავე მართვა. და
რაღაცა გარკვეული საშუალებები სრული განეიტრალების არა, მაგრამ გაუმჯობესების მდგომარეობის რა თქმა უნდა არის ხელმისაწვდომი და ასევე გათვალისწინებული იმ პროგრამით, რასაც ყველას იმედი გვაქვს, რომ ყველა ბავშვისთვის უკვე იქნება ხელმისაწვდომი. და თუ შეიძლება დავამატებ, ძალიან ბევრი ჩვენი პაციენტი ზუსტად აი ამ ტიპის გართულებების გამო ვერ აგრძელებს მკურნალობას ჰორმონოთერაპიით, ვერ მიყავს ბოლომდე მკურნალობა, შეიძლება რომ ვერ ავიდეთ ბოლო დოზაზე და ბევრი მშობელი ამბობს უარს მკურნალობაზე და საბოლოოდ ძალიან ზარალდება ის გარემოება, რომ თქვათ ის რაც უნდა გააკეთოს ჰორმონმა, გაუმჯობესოს მისი მოტორული ფუნქციები და გადაავადოს დამოუკიდებელი სიარული, შესაძლებელია რომ საბოლოოდ ამას ვერ მივაღწიოთ. მე თუ სად არის გამოსავალი ამას მე მოგვიანებით დავსვამ ამ კითხვას. ქალბატონ თაკოს მინდა მოусმინოთ კარდიოლოგიური თვალსაზრისით რა პრობლემებით ხვდებიან ეს ბავშვები თქვენთან? ყველაზე დიდი სირთულე ამ თვალსაზრისით რა აქვთ? დიახ, მოგეხსენებათ, რომ გული არის ერთგვარი ტუმბო, რომელიც მისი ფუნქცია რომ აივსოს და შემდეგ გადაისროლოს სისხლი და მოამარაგოს ორგანიზმი, ასე ვთქვათ, ჟანგბადით და ამ დაავადების პროგრესირება იწვევს სწორედ აი ამ უნარის ტუმბოს ფუნქციის შეზღუდვას, რის გამოც დროთა განმავლობაში ვითარდება ეგრეთ წოდებული გულის უკმარისობა, რომლის საფუძველს რეალურად წარმოადგენს პირველ ეტაპზე ეს არის გულის დილატაციური მიოპათია, გულის კედელში გარკვეული დეგენერაციული ცვლილებები, რაც მიმდინარეობს და შემდგომში ეს ვლინდება კლინიკურად გულის უკმარისობით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს არის ის, რომ ესე იგი მკურნალობა კარდიოლოგიური თვალსაზრისით, გულის უკმარისობის მკურნალობა უნდა დავიწყოთ მანამ, სანამ გამოვლინდება ეს კლინიკურად. ეს არის მიღებული პრაქტიკა და ეს ხდება 10 წლის ასაკიდან, როგორც წესი. კარდიოლოგიური თვალსაზრისით მონიტორინგი აუცილებელია მინიმუმ წელიწადში ერთხელ ამ პაციენტების და მას შემდეგ რაც უკვე დამდგარია გულის უკმარისობა და ეს ცვლილებები უკვე კლინიკურად მანიფესტირებულია კვლევები, რომელიც უნდა ჩატარდეს, ეს არის გულის ულტრასონოგრაფია, ეს არის ელექტროკარდიოგრაფია, იმისათვის რომ შეფასდეს ერთის მხრივ გულის რითმი, ასევე გულის კუმშვადი ფუნქცია შეფასდეს და პერიოდულობით ასევე გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარებაა საჭირო, რომელიც უფრო მეტად ღრმა კვლევაა, უფრო დახვეწილი, რომელიც გვაჩვენებს იმ მორფოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც გულის კუნთში მიმდინარეობს, ეს არის ძირითადად ფიბროზი და ფიბროზის ხარისხის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ დაუშვათ ის შემდგომი გართულებები, რაც შეიძლება ამ დაავადებას მოყვეს. ეს არის საკმაოდ საშიში, ასე ვთქვათ, არითმიების განვითარება და ასე შემდეგ. ეს არის თქვენ მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა ნიშნავს რამდენად მნიშვნელოვანია დრო. რამდენად მნიშვნელოვანია დრო, როდესაც არის საჭირო თავიდან აცილება უამრავი გართულების და რამდენად მნიშვნელოვანია დრო მაშინ, როდესაც ჩვენ კონკრეტული სამკურნალო გადაწყვეტილებებით, მოდით ასე ვთქვათ, სამედიცინო ჩარევებით, სამედიცინო შინაარსის გადაწყვეტილებებით ვცდილობთ მოვიგოთ დრო, თუნდაც იმ პერსპექტივის ჭრილში, რომ მედიცინას ხვალ-ზეგ მეტი ინსტრუმენტი ექნება. და მიუხედავად იმისა, რამდენად სადავოა ესა თუ ის საშუალება, რომელიც არსებობს და ცნობილია, დღეს კითხვა ასე დგას. ყველაზე მტკივნეული ჩვენი საზოგადოებისათვის და მშობლებისთვის არის თემა, რომელიც რასაკვირველია უკავშირდება სამკურნალო საშუალებებს. ჩვენ დღეს არ შევკრებილ ვართ იმისთვის, რომ აქ ვიმსჯელოთ ცალკეულ სამკურნალო საშუალებას. იმიტომ რომ ამას სჭირდება სპეციალური ფორმატი, სადაც პროფესიონალები იკრიბებიან მშობლებთან ერთად ყველა იმ ექსპერტის ჩართულობით, მე ასე წარმომიდგენია, ვისაც ამ მიმართულებით აქვს გამოცდილება და ყველა
ტიპის ცოდნას აჯერებენ, ითვალისწინებენ, რაც დაგროვდა მთელ მსოფლიოში. აი ასეთი ხანგრძლივი მსჯელობით და მუშაობით მიდიან ადამიანები გადაწყვეტილებამდე. თუმცა რამდენად სწორია ფორმულირება ან მულტიდისციპლინური გუნდი, ან მკურნალობა, ან მეორე ვერსია ფორმულირების მულტიდისციპლინური მკურნალობა და მიდგომა და სამკურნალო საშუალებები, წამლების ძიება, შერჩევა და ამ წამლების მოსაპოვებლად ზრუნვა. რა თქმა უნდა, სწორია მულტიდისციპლინური მოვლა, რომელშიც იგულისხმება როგორც სპეციალისტების ჩართულობა, ის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და შესაბამისი მკურნალობა და ასევე ეტიოლოგია, როგორიც არის ეგრეთ წოდებული disease modified therapy. ეს არის ინოვაციური მედიკამენტები, ეს არის უწყვეტი პროცესი, დინამიური პროცესი, უკვე თანამედროვე მსოფლიოში გარკვეული გამოცდილება არსებობს, ის უკვე გვთავაზობს გარკვეულ სიახლეებზე, რა თქმა უნდა, როდესაც არის ლაპარაკი დუშენის კუნთოვანი დისტროფიაზე, სადაც ნამდვილად დრო ძალიან მნიშვნელოვანია, იქ ყოველთვის იგულისხმება მულტიდისციპლინური გუნდი და პლუს ის სამკურნალო საშუალებები, რომლის საშუალებას დღეს აქვს სახელმწიფოს იქნება ეს თუ მსოფლიოს იქნება თანამედროვე მედიცინას, იმიტომ რომ ეს არის ინოვაცია ზოგადად სამყაროსთვის ამ ტიპის მედიკამენტები, ეს არის ახალი ერა მედიცინისთვის, ჩვენთვისაც ძალიან ახალი არის ეს ყველაფერი, გენური თერაპია, ის გენზე მოქმედი მედიკამენტები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება უწყვეტი და დინამიური პროცესი. მე იმედი მაქვს კოლეგებო ამ შემთხვევაში ეს არის საერთო აზრი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს და ამას იზიარებს ქართული სამედიცინო სკოლაც, ხომ? რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ამ ბავშვებისათვის და მათი ოჯახებისათვის ინტერდისციპლინური გუნდი და ინოვაციური სამკურნალო საშუალებების გამოყენება. რა თქმა უნდა, იმ ილუზიის გარეშე, რომ ეს საშუალებები ბოლომდე განკურნავს. დიახ, მაგრამ რა ამოცანა აქვს აი ასეთ ინოვაციურ საშუალებებს? ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება აუცილებლად რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა ეს არის ყველაზე მთავარი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ, მაყურებლისათვის კითხვაზე პასუხი გაცემულია იმასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ერთი სახელწოდების და სათაურის მიღმა დავინახოთ ბევრი პრობლემა. დავინახოთ იმის საჭიროება, რომ ერთ ადამიანს კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ჰქონდეს ჩართულობა იმისთვის, რომ პრობლემა უკეთ იმართოს და რამდენად მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინურ ხედვაში გავითვალისწინოთ ის მონაპოვარი, რაც თანამედროვე ცივილურ საზოგადოებას აქვს, ყველა ცალკეულ შემთხვევაში შეფასდეს მათი საჭიროება, ჩართულობა, გამოყენება, მაგრამ ის რომ ეს შესაძლებლობა არსებობს და მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად უნდა იყოს გათვალისწინებული, სწორედ ეს იყო დღევანდელი ჩვენი პირველი ბლოკის ასე ვთქვათ, მსჯელობის შედეგი და მე დაგემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ. ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი თეონა შათირიშვილი, ბავშვთა კარდიოლოგი ქალბატონი თაკო დევდარიანი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო ხელაძე და ბავშვთა ორთოპედ ტრავმატოლოგი პროფესორი ბატონი ბიძინა კანაშვილი. მე არ გემშვიდობებით, ვიდრე შემდეგ ბლოკს გავაგრძელებთ უკვე გადაცემის სრულიად განსხვავებული ხასიათით, მე გაგახსენებთ ერთ ფრაგმენტს ჩვენივე გადაცემიდან, რომელიც ერთი ძალიან საინტერესო ადამიანის სტუმრობას უკავშირდება. იგი ჩვენთვის ძალიან საპატიო სტუმარია, ყოველთვის ჩვენს გადაცემაში იგი გახლავთ მშობელი, რომელიც გულის ტკივილით საუბრობდა ამ საკითხებზე, ჯერ კიდევ თებერვალში და აი ამ ფრაგმენტს გთავაზობთ იმისათვის, რომ შემდეგ გავაგრძელოთ გადაცემა. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. ჩვენი აქ ყოფნა ბუნებრივია.
ჩემს პოზიციას მოახსენებთ ჩემი ორგანიზაციის პაციენტების და ჩვენი მხარდაჭერების სახელით, რადგანაც ამ სივრციდან იღებს საზოგადოება ინფორმაციას და ინფორმირებული, რაც აუცილებელია, ბუნებრივია თითოეული მოქალაქისთვის. კონკრეტულად დიუშენის კუნთოვან დისტროფიის შემთხვევაში მე გახლავართ თავმჯდომარე აღნიშნული ორგანიზაციის და ორგანიზაცია შეიქმნა 1 წელია, დავიწყებ თქვენი კითხვიდან პასუხზე. მნიშვნელოვანია გაერთიანება და ბუნებრივია ცვლის ამინდს, რადგანაც წლების წინ მშობლები, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებაზე, უწევდათ დამოუკიდებლად ბრძოლა. ძალიან რთულია ბუნებრივია როგორც ბრძოლა, ასევე ფსიქოემოციური მდგომარეობა, როდესაც მშობელი მარტოა ამ მძიმე დაავადებასთან ბავშვთან, ჩვენ ელემენტარულად ინფორმაციის მოძიება. დიახ. რა თქმა უნდა, გავერთიანდით, იყო ცალკეული პრობლემები, ბუნებრივია არის უამრავი იშვიათი დაავადება და სახელმწიფო ალბათ ყველასთან მიმართებაში სრულყოფილად ვერ ჩაერთვება თუ არ იქნება მშობლების ხმა. თუ არ იქნება აქტიურობა მშობლების. აქტიურობა მშობლების არ იყო სტატუსიც კი განსაზღვრული ამ კატეგორიის ბავშვებზე, რომლებსაც ბუნებრივია საჭიროებათ უამრავი საჭიროებები, ფიზიოთერაპია, მედიკამენტები, ინფორმაცია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რაც შეიძლება ამ პერიოდში ერთ წლის განმავლობაში ჩვენმა ორგანიზაციამ გადაჭრა ეს საკითხები. ქონდა არაერთი კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ქონდა ასევე კომუნიკაცია პროვაიდერ კომპანიასთან, ჩვენთან ჩამოვიდა ჩვენ ძალისხმევით ჩვენს ქვეყანაში კომპანია ბიომედიკა, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდნენ პროფესორები, რომლებმაც როგორც ჯანდაცვა სახელმწიფოს, ასევე ჩვენ წარმოგიდგენეს დოკუმენტაცია და დაამტკიცეს, რომ დღესდღეობით წამლები, რომლებიც აქამდე არ იყო, არის უსაფრთხო და ეფექტური და თავისუფლად შესაძლებელია ამ წამლების მიღება. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და ვაგრძელებთ სწორედ იმ მომენტიდან და იმ ფრაგმენტიდან, რომელმაც გაგახსენათ ჩვენს გადაცემაში ბატონი ზაქრო გვიშიანის სტუმრობა. ეს არ გახლდათ შემთხვევითი ეპიზოდი, ეს არის ხანგრძლივი თანამშრომლობის და ურთიერთობის გაგრძელება, რომელიც ტრადიციულად თებერვალში, როდესაც იშვიათ დაავადებებზე ვსაუბრობთ ხოლმე, კვირეულის ფარგლებში გულისხმობს მშობლების ჩართულობას და ასეთ შემთხვევაში ბატონი ზაქროს ჩართულობა ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ჩვენს გადაცემაში, მშობლების სისტემატური ჩართულობა, თუნდაც მისი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დუშენის სინდრომზე ჩვენ თანმიმდევრულად წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. თუმცა დღეს ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკი ეთმობა არა მხოლოდ ერთი მშობლის სტუმრობას, არამედ მშობლებს, რომელთაც ძალიან ბევრი დაუგროვდათ საზოგადოებისათვის სათქმელი, ბევრი მათგანის ხმა თქვენ გესმით ხშირად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია წახნაგები, რომელსაც დღეს ჩვენ დაგანახებთ. შესაძლოა თქვენთვის უცნობ წახნაგებს, რომელიც პრობლემის უკეთ აღქმისათვის და თუნდაც მხარდაჭერისათვის უფრო გასაგები და უფრო ლოგიკური იქნება. და მე მათ წარმოგიდგენთ ზუსტად იგივე პრინციპით, იმ თანმიმდევრობით, როგორც კოლეგები წარმოგიდგინეთ, რა თანმიმდევრობითაც ჩემგან მარცხნივ ისინი სხედან. ჩემს გვერდით პრაქტიკულად ზის მშობელი, ქალბატონი ნანა დაბრუნდაშვილი, ბატონი ზაქრო გვიშიანი, ქალბატონი თეონა თედელური, ქალბატონი თაკო გოგალაძე და ქალბატონი აზა თავაძე. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონო ზაქრო. ძალიან მიხარია დღეს თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში და მიხარია რომ მექნება შესაძლებლობა თქვენთან ერთად ვისაუბრო იმ საკითხებზე, რაც ერთი მხრივ შეიძლება საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა შეიძლება სრულიად სხვა კუთხით და სხვა წახნაგით. როდესაც დუშენის სინდრომზე ბოლო პერიოდში ესმის საზოგადოებას, რატომღაც ეს პრობლემა მხოლოდ ერთ ჰიპოთეტურ წამალთან ან ერთ კონკრეტულ წამალთან არის გაიგივებული. მართლა ასეთი ცალსახაა და ასეთი მარტივია თქვენი პრობლემების ჩამონათვალი, თუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მდგომარეობა და თავად დუშენის სინდრომის მართვა ოჯახის პირობებში, ოჯახის მხრიდან დავინახოთ მრავალი წახნაგით, რომელიც სწორედ ამ პრობლემის მრავალ სახეობას წარმოადგენს. ქალბატონო აზა, თქვენ ბებობძანდებით და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ
აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თქვენი ცოდნიდან გამომდინარე, ამ პრობლემასთან თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, გაუზიაროთ საზოგადოებას. რამდენად მრავალწახნაგია ეს საკითხი თვითონ. მოგესალმებით და მადლობა რომ მოგვიწვიეთ თქვენს გადაცემაში. ეს დაავადება ძალიან რთულ პროცესებს გადის, ოჯახები ვითრგუნებით ამ დროს ჯერ არის ისეთი დაავადება, რომ როცა შემოვიდა ჩვენს ოჯახებში, მე მაგალითად არ ვიცოდით მსგავსი დაავადების არსებობა და მოძიება, გაგვირთულდა ყველაფერი. როგორ შეგვეკრა, სად ვისთვის მიგვემართა, რა გაგვეკეთებინა, სად იყო ექიმი, რომელიც გვიშველიდა. სამწუხაროდ ამ ყველაფერს ჩვენ აქ ვერ მივაღწიეთ და ვერც დაავადება დავაზუსტეთ პირველ რიგში 2 წლის უკან. და სხვა ქვეყანაში დაგვიზუსტა ეს დაავადება დიაგნოზი. ბავშვი ახლა სხვა ქვეყანაში ყოფება საზღვარგარეთ. მოლოდინი გვაქვს რომ წამალი არის მრავალი, ახლა შემოსული 5-6 წელია რაც გაჩნდა ბაზარზე ზოგადად ამ ბავშვებთან, რაც იმუშავებს ნორმალურად და გადაუადებს სიცოცხლეს და გაუხანგრძლივებს ჯანმრთელობას. არის 4 მედიკამენტი ბაზარზე და არა ერთი, რომელსაც ჩვენ მშობლები ვითხოვთ. ვიცით რომ ეს დაავადება არ არის სრულიად გამკურნებადი ამ მედიკამენტებისგან, მაგრამ ისიც ვიცით რომ გადაუადებს და იქნებიან უკეთესად უფრო დიდი ხანი ვიდრე უწამლოდ და უმედიკამენტოდ. წამლების დასახელებას სახელებს მე არ ჩამოვთვლი, მაგრამ ზოგადად ეს წამლები, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, უკვე მიღებული აქვს ქართველ ბავშვებს სხვა ქვეყნებში, აქვთ უკვე კარგი შედეგები და 4-ვე მედიკამენტი არის ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ ფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა მიიღონ ამ ბავშვებმა და გადარჩნენ. ასე ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ მშობლები. და ჯერა რომ ეს ბავშვები არ იქნებიან განწირულნი და მიიღებენ მედიკამენტებს. მადლობა ქაბატონო აზა. თაკო, თქვენ როდესაც ამ თემაზე საუბრობთ, მაგალითად ადამიანებთან, რომლებმაც არ იციან პრობლემის რაობა. რა თქმა უნდა, არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ და ყველაზე მეტად არის ტვირთი თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, თქვენი შვილისთვის. მაგრამ როდესაც საუბრობთ ფართო საზოგადოებისათვის, მაშინ როდესაც ამ საზოგადოებას უკვე გარკვეული წარმოდგენა ჩამოუყალიბდა ამ დაავადებას. რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოება მიცოდეს, რომ აქ ერთი კი არა, ბევრი სატკივარი აქვს მშობელს და ბევრი მიმართულებით ჭირდება მხარდაჭერა. მოგესალმებით. დავიწყებ იმით, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჯიუშენის კუნთოვან დისტროფიაზე, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს და საზოგადოებისთვისაც ცნობილი უნდა იყოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ ურთულეს გენეტიკურ დაავადებაზე, რომელიც არის პროგრესირებადი და ფატალურად სრულდება. როდესაც ჩვენ ეს დიაგნოზი დაგვიდგინდა, როგორც უმრავლესობა მშობლების, ჩვენც არ გვქონდა წარმოდგენა, რომ ესეთი დაავადება არსებობს და როდესაც იგებ იმ წუთიდან დასაწყისი ყველაზე რთულია, იმიტომ რომ გადადიხარ სრულ სიბნელეში და გამოსავალს ვერ ხედავ. დიაგნოზი არ გაძლევს გამოსავლის საშუალებას, რაც უფრო კითხულობ და ეცნობი ხვდები, რომ გამოსავლის ძიება ძალიან რთულია, რადგან დაავადება არის ურთულესი და მრავალ პრობლემას მოიცავს. არა ეს ერთი კონკრეტული ერთი წელი შემიძლია ვთქვა, რომ ისეთ სიბნელეში ვიყავით, რომ გამოსავლის ძიებასაც ვერ ვახერხებდი, რადგან ფსიქოლოგიური მომენტიც ირთვება, ფსიქოლოგიური დახმარება მჭირდებოდა დასაწყისში და გამიჭირდა ის, რომ არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა. და შემდეგ დავიწყე ის, რომ ჩემი თავის ფსიქოლოგი მე გავხდი და ვფიქრობდი, რომ როდესღაც უნდა დასრულდეს და დავიწყოთ ბრძოლა, მეძიოთ გამოსავალი და მაშინვე იწყებ ფიქრს, რომ მარტო ხო არ ვარ, ხო იქნებიან მშობლები, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვთ და გავერთიანდეთ, იმიტომ რომ მე ფიქრის იწყებ აი სხვა მშობელიც რომ იქნება ახალი, მას ვინ დაეხმარება, როგორ მიიღებს ინფორმაციას, ვინ დაუდგება გვერდით, იმიტომ რომ სრულიად მარტო ვიყავი მთელი 2 წლის განმავლობაში
და აი ჩემთვის ერთადერთი თავდაპირველი გამოსავალი დაავადებას ნახეთ, როცა ვკითხულობ და ვეცნობი, ხვდები რომ ჩემი შვილის მომავალი, ყველას გვეხარია რომ გვიჩდება შვილი და ქვეცნობიერში ფიქრობ როგორი მომავალი ექნება, როგორი წარმატებული იქნება და როდესაც დაავადებას ვეცნობით, მაშინვე გიჩდება ეს ფიქრი, რომ ჩემ შვილს მომავალი არ აქვს. და იწყებ იმას, რომ მომავალზე ვერ ვფიქრობ, არც გეგმავ. უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრებით იწყებ ცხოვრებას და უპირველესი და უმთავრესი მაშინ ეს იყო, რომ ამქედა რომ გამოსულიყავი, ვიფიქრე, რომ მშობლები დამეხმარებოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ერთმანეთი აღმოვაჩინეთ მშობლებმა, მაშინ მიგრძენი ძალა, რომ მარტო არ ხარ და მოდი ვიბრძოლოთ, ის 1% რაც შეიძლება შანსი ქონდეს ჩვენ შვილებს გამოვიყენოთ, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ის რო ცნობიერება იყო 0 ამ დაავადების ჩვენს ქვეყანაშიც, ხო, იწყებ მე ფიქრს, რომ მოდი ცნობიერება ავამაღლოთ, გაიგოს საზოგადოება, რომ ვარსებობთ, იმიტომ რომ უამრავ ოჯახებში სადაც შევიხედე, მე დამხვდა რა იცით, რომ სულ მარტო იყვნენ ბავშვი და დედა. ისინი იყვნენ განწირულები, ბავშვი, დედა და მათ არავინ არ ყავთ. თავიდანვე იყვნენ შეგუებულები, რომ ეს დაავადება არის ფატალური, უნდა წახვიდე სახლში და დაელოდეთ იმ რთულ დღეებს, რაც წინ გელოდებათ, იმიტომ რომ გამოსავალი არ არსებობს. და ჩვენ მშობლები, რომლებიც ბოლო პერიოდში ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, შევიკრიბეთ და პირველი შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა, რომ ესეთი მშობლები აღმოვაჩინეთ და ესეთი მებრძოლები აღმოჩნდით, რომ ჩვენ არ მივიღეთ პრობლემა და არ მივიღეთ ისო დავნებდეთ. მით უმეტეს, როდესაც ვკითხულობდით, ვეცნობოდით სიახლეებს და ფიქრობ, რომ შეიძლება ერთ დღეს ესეთ ფატალურ დაავადებასთან მიმართებაში და ბრძოლაში შეიძლება აღმოჩნდეს რაიმე სასწაული, რომელიც გადაგვივადებს პროცესებს და იქნებ გახანგრძლივდება ჩვენი შვილების სიცოცხლე. ვიწყებთ ბრძოლას და ჩვენი პირველი სული რა იყო, იცით, რომ ის კი არა, რომ რა გვეშველება და ჩვენი ბედი რა არის და რაც უ დღეში ვართ. არა, პირიქით, მოდით შევცვალოთ. შევცვალოთ არა მარტო ჩვენი შვილებისთვის, იმ მომავალი ბავშვებისთვის, დედებისთვის, რომლებიცაც მოუწევთ იგივე გზა გაიარონ და დავიწყეთ ცნობიერების ამაღლებით. ვცდილობდით, რომ კამპანიები გაგვიმართ, აღვნიშნეთ 7 სექტემბერი, რომელიც ჯიუშენის ცნობიერების ამაღლების დღეა. ბავშვები გავაცარით ერთმანეთს, რომ იქ ზოგადად ჩვენ ერთი დიდი ოჯახი გვაქვს და მე ნენელა აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე კომფორტულად ერთად გვგრძნობთ თავს, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ის გასაჭირი ყოველდღიურობაში რაც გვაქვს, ბავშვის მოვლა, თუნდაც სხვადასხვა პრობლემები რაც ჩვენ შვილებს აქვთ, რადგან დაავადება იმდენად რთულია, რომ თითქმის ყველა ორგანოს ყურადღება სჭირდება, ყველა თმის ღერიდან დაწყებული, დასრულებული, ყველაფერი საყურადღებოა. და იმდენად რთულ გზას გავდივართ ყოველდღიურად, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით ამით, რომ გარკვეულ ასაკში როგორ დავეხმაროთ, ვინც გამოცდილია უკვე როგორ გაიარა ეს ასაკი, შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ და ეს ორგანიზაცია ამ მხრივ ძალიან დაგვეხმარა, გაგვაძლიერა და ბრძოლის რეჟიმში გადავედით, იმიტომ რომ ყველაზე პირველი დანაშაული რაც გამიჩნდა, რომ მე სახლში რატო უნდა ვიჯდი, ვერ დაველოდები იმას, რაც მელოდება. ყველაზე დიდი დანაშაული ეს იყო, რომ მე მშვიდად ვერ ვიქნები, რომ მე ჩემ შვილს რო გაიზრდება, მინდა ვუთხრა, რომ მე არ მივიღე ეს დიაგნოზი და ჩვენ ვიბრძოლით და ის მინიმალური, რაც შეიძლება შევცვალოთ, ჩვენი დამსახურება იქნება, რომ ჩვენ თქვენ მიგიღეთ და მივიღეთ ეს დიაგნოზი და ისიც მივიღეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა შეიცვალოს, თქვენ სასიკეთოთ და ჩვენ უბრალოდ ესე სახლში არ ვიყავი მომლოდინე მშობლის როლში, ესე რომ ვთქვათ, რომ დაველოდებოდი იმას, თუ რა სირთულეები წამოვა ასაკთან ერთად. რა თქმა უნდა, ესეც არსებობს რაღაც გარკვეულწილად, რომ არის რომ დეპრესია გვიპყრობს, ან გვაქვს ჩავარდნები ამ პერიოდულად, იმიტომ რომ დაავადება გვეუბნება, რომ რაც უფრო იზრდება შენი შვილი, წლები აკლდება. ბავშვის ყოველი ახალი წელი ნიშნავს, რომ ის წელი არ დაკლებულია მათთვის და ეს მომენტებიც არის ხოლმე რომ რაღაცა შემოგვიტევს ისა ყოველი დაბადების დღე რო ახლოვდება უკვე ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული და ამას ბავშვს ხო ვერ გაუზიარებთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს მომატებული წელი ამ დაკლებულს ნიშნავს, იმიტომ რომ ის დაავადება პროგრესირებს. მე აღმოვაჩენთ რომ რაც გუშინ შეეძლო და აკეთებდა დღეს თურმე ვეღარ აკეთებს. რომ დადიოდა კიბეზე რამდენიმე თვის უკან დღეს მაგალითად ჩემი შვილი დახმარების გარეშე და ჩემს გარეშე ვეღარ ადის საფეხურებს. მე იწყება ის რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი მარტივია მშობლებისთვის რომ
ნაკლები კითხვა უჩნდება ბავშვს. და ეხლა რო იზრდება უკვე თუნდაც კონკრეტულად ჩემი შვილის ანუ როცა აცნობიერებს ანდრია უკვე 9 წლის ხდება, უკვე უამრავი კითხვა უჩნდება და ამ დროს გვჭირდება ფსიქოლოგი მე ეს ჩემ შვილს სწორად როგორ მივაწოდო, მისი დიაგნოზი, როგორ უნდა ავუხსნო, მისი მომავალი როგორ წარიმართება. იმიტომ რომ კითხვები უჩნდება, რატო ვერ დაორბივარ ისე როგორც სხვა თავის თანატოლები. კლასში უკვე რატო ვერ არის ჩართული სპორტის გაკვეთილებზე, რატო ვერ ადის კიბეებზე, როცა მისი კლასელები დარბიან და ანუ იმდენად კომპლექსურია ეს ჩვენი პრობლემა დაავადებაც, რომ ნახეთ მედიკამენტი, რომელიც უმთავრესია, რომ გახანგრძლივდეს მათი სიცოცხლე, ამავდროულად ნახეთ ყოველდღიურობა რა არის. ვაწყდებით სირთულეებს, რომ ისინი სოციუმში არ არიან. სოციუმი ვერ იღებს ისე, როგორც არის. ისინი ვერ გადაადგილდებიან ნეტლით თავისუფლად ქალაქში, სკოლაში ვერ დადიან. ანუ უამრავი პრობლემა მოდის გარდა იმისა, რომ ჩვენ მშობლებს გვიწევს ყოველდღიური ზრუნვა, რომ მე როგორ სუნთქავს დღეს ხო არ გამიცივდა, რომ ვერ ამოახველებს, იმიტომ რომ ეს ვიცით, რომ ეს არის კუნთოვანი დაავადება და მარტივად შეიძლება ადამიანს ავუხსნათ, რომ ადამიანი არის კუნთი და ჩვენი შვილების პრობლემა რა არის, რასაც ერთად ისინი ასე ვთქვათ, სანთელივით დნებიან, იმიტომ რომ მათი კუნთი აღარ იარსებებს და ფატალურად დასრულდება და ის რომ ყოველდღურად გვიწევს ბრძოლა, რომ აი დღეს აი რო გაიღვიძა, ეხლა როგორია გუშინდელთან შედარებით, რამე ხო არ შეიცვალა მის ცხოვრებაში და მის მოძრაობაში, სულ აკვირდები, რომ აი მე დღეს ისე ვეღარ დარბის როგორც გუშინ, დღეს ისეთი აქტიური არ არის როგორც გუშინ და ამასთან ერთად რომ არ გამოგვეპაროს კარდიოლოგის ვიზიტი, ენდოკრინოლოგის ვიზიტი, ორთოპედის ვიზიტი, ანუ ყველაფერი თან ამავდროულად ფიქრობ სოციუმზეც. რომ რა იქნება ეს ბავშვო გარეთ გავა, რა იქნება, როდესაც გაიზრდება, როგორ მიიღებენ, როგორ აუხსნათ პრობლემა. იმდენად კომპლექსურია ეს, რომ ანუ ჩვენი მდგომარეობა არა ეს ერთი კონკრეტული დაავადებით არ იწყება და არც მთავრდება, ანუ ერთ ორგანოზე არ ვზრუნავთ. აქ არის მთლიანი ჯაჭვი, რომელიც გადაბმულია დიუშენის კუნთოვან დისტროფიაში და ჩვენი ორგანიზაციის შექმნის მიზანიც ეს იყო, რომ შევცვალოთ ეს დაავადება, ამ დაავადების მიმდინარეობა და ამაღლდეს ცნობიერება და ეს ბავშვებიც იქნეს მიღებული სოციუმში ისე როგორც ყველა. და პირველი რასაც ჩვენ წავაწყდით ამ დროს დიაგნოზი, როდესაც გავიგეთ, ის იყო, რომ ცნობიერება იყო 0. უბრალოდ ისინი ისხდნენ სახლში დედასთან ერთად და სრულდებოდა მათი ცხოვრება ფატალურად და ვფიქრობ, რომ დაავადებასთან ბრძოლაში ალბათ ძალიან დიდი როლი აქვს მშობელს. ანუ რამდენად ძლიერია მშობელი, რამდენად შეებრძოლება მისი შვილის დაავადებას, იმიტომ რომ ის 1% ზოგჯერ მჯერა, როცა არსებობს და მონდომება იქნება, შეიძლება რომ მიღწევადი იყოს, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ მიმდინარეობა და დავამარცხოთ და მარტო სოციუმი და ყოველდღიური პრობლემა არა, ჩვენ ვბრძოლობთ, ანუ გავდივართ ქვეყნების გარეთ. ვეცნობით სიახლეებს, თანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მარტო საქართველოში ახდება, იმით არ უკმაყოფილდებით. ვადარებთ სხვა ქვეყნებში, როგორ მკურნალობენ, როგორი გუნდი ყავთ ექიმების, როგორია მათი ყოველდღიურობა კვლევები, ანუ არ მივიღეთ და არ დაველოდებით, ეხლა რა იქნება მომავალში. ანუ ჩვენ, როგორც ქვეყნის შინით, ქვეყნის გარეთაც მუშაობთ და ვცდილობთ, რომ ეს დაავადება ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ. შევცვალოთ იმ გზებით და იმ პროცენტულობით, რის საშუალებაც მოგვეცემა და უბრალოდ არ მივიღოთ მოცემულობა, რომ მორჩა ეს არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და დამთავრდება ფატალურად. და ამიტომ უნდა დავსხდეთ და დაველოდოთ ჩვენ ბედს. და ამაში ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით და ვაძლიერებთ. და დღეს რომ საზოგადოების მეტმა ნაწილმა უკვე გაიგო რა არის დიუშენი, უკვე ეს ჩვენ მიღწევა ერთ-ერთი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ნაწილი ხალხი იგებს, რომ არსებობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, მაგრამ მაინც უჭირთ გაგება, როგორი დაავადება, ისევე როგორც მე ერთ დღეს არ ვიცოდი, ხო, ესეთი დაავადება არსებობდა და თურმე როგორი რთული დაავადება ყოფილა, ასე არის, რომ საზოგადოების ნაწილმაც შეიძლება ესმით დიუშენი, მაგრამ ვერ იგებენ, რასთან გვიწევს კიდევ ბრძოლა. ანუ თუ სიღრმისეულად ეს დაავადება არ შეისწავლე, ესე მარტივად უბრალოდ დაავადების სახელით არც იწყება, არც მთავრდება. ვფიქრობ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ დაავადებებში ერთ-ერთი რთული დაავადება, რომლის მიმდინარეობაც ფატალურია და ანუ
დრო არის ყველაზე კრიტიკული დრო, რომელიც არ აქვთ ამ ბავშვებს და არ იცდის ყოველდღიურად მათ კუჩი უჯრედი ყოველდღიურად კვდება და მისი აღდგენა უკვე შეუძლებელია. ფიქრობ, რომ აი სირთულეები ძალიან დიდია, კომპლექსურია და ეს კიდევ ცალკე თემა არის, რომელსაც ესე ვთქვათ, მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ წინ წავიდეთ ამ დაავადებასთან ბრძოლაში და ამას ექიმების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ექიმების მართვის გარეშე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მარტო ერთი დედისთვის ძალიან რთულია. თაკო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ძალიან გულწრფელი სიტყვები ბრძანეთ ახლა იმ დედის პოზიციიდან, რომელიც არ დანებდა. და რომელიც ყველა შესაძლებლობას ეძებდა და ეძებს მისნაირი შეურიგებელი მშობლები შემოიკრიბოს გარშემო, მათთან ერთად იფიქროს არა მარტო თავის შულზე, არამედ თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ წინადადებაში, რომ ეს არის გზა სხვების შვილებისთვის, სხვა ბავშვებისთვის, სხვა ოჯახებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი რეტროსპექტივა, რომელიც უნებურად ამ სიტყვებით საზოგადოებას დაანახეთ. ის რომ პირველი საფეხური დგება სასოწარკვეთა. თქვენი სიტყვებით ისეთი შთამბეჭდავი იყო თქვენი მონათხრობის, სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, ვისაც არ მოусმენია დუშენის სინდრომთან დაკავშირებული ინფორმაცია და პირველად ისმენს, შეიძლება სწორედ თქვენი სიტყვებით დაინახოს სიღრმე და სირთულე ამ პრობლემის. თქვენ ბრძანეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი დღის აღქმა, რომელიც სრულიად განსხვავებულია მშობლისთვის. თქვენ ბრძანეთ, რამდენად რთულია ბავშვის გაცნობიერებული კითხვა. მე რატომ? და რაც მის თავს ხდება, რამდენად რთულია მშობლისთვის, რომ ეს აუხსნას, განუმარტოს და რაც მთავარია, ახსნა მოუძებნოს იმას, რა იქნება ხვალ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს თქვენი სტუმრობა არის სხვადასხვა როლში. ქალბატონი აზა არის ბებო. და საქართველოში ბებოს მზრუნველობა და გულის ტკივილი როგორია, მე ვფიქრობ, ეს ყველასათვის ცნობილია. თქვენ ახლა როგორც დედის როლში ისე საუბრობთ, თუმცა ახლა თეონას მინდა ვკითხო, რომელიც არის დეიდა. და დეიდა წარმოადგენს ახლა ოჯახის ისტორიას და გარკვეულწილად იმ გულის ტკივილსაც გაგვიზიარებს მე დარწმუნებული ვარ, რომელიც ამ სინდრომს თან ახლავს. რა არის ყველაზე დიდი სირთულე, ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რატომღაც ერთი პატარა წახნაგი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის დასანახი, არა და აქ ბევრი საკითხია, რომელიც ერთდროულად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ამ ბავშვებსაც მივეხმაროთ, აი როგორც თქვენ ბრძანებდით, დრო, მოვიგოთ დრო და ძალიან მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებს მშობლებსაც მათი ხვედრი. ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა და ორმაგად უფრო სირთულესთან ვართ დაკავშირებული, იმიტომ რომ დედა არ არის აქ. ბავშვი, რომელიც ყველანაირად პასუხისმგებლობა ავიღე მე თავზე. ყველაფერს ვაკეთებ ამ. ანუ პრაქტიკულად თქვენ ზრდით ახლა ბავშვს. კი, მე ვზრდი კი. ხო, ანუ ის დედის სითბო, სიყვარული ყველაფერი აკლია ბავშვს და მე ვარ ყველაფერი ამ ბავშვისთვის და კიდე ამ ხელა სირთულეები რომ უყურებ რამე არ გართულდეს, რამე არ დაემართოს, რამე ისეთი არ გამომეპაროს და რასაც მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ყოველდღიური ურთიერთობაში და უკვე იქიდან ჩემი და დარეკავს, აბა ეს როგორ გააკეთა, აბა ეს დაუკვირდი, აბა და ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობ. იქიდან ის რომ გაკონტროლებს, რომ თუ რამე გამოგჩა და აქედან შენ უფრო ისე ხარ, რა ქვია, დაკვირვებული ხარ, რომ ბავშვთან მართლა რამე არ გამოგჩეს. ანუ რეალურად დედის პასუხისმგებლობასაც და დეიდის პასუხისმგებლობასაც თქვენ ორმაგად და აი მართლა ძალიან მიხარია ეს გუნდი რომ შეიქმნა ძალიან ვეხმარებით მართლა ერთმანეთს და თუ რამე გამიჭირდება და თუ რამე ისეთი რაღაცა ისეა რეკავ აბა ეხლა როგორ არის აბა ეხლა რა შეიძლება გავაკეთო აბა ვინ დამეხმარება ამ ყველაფერში მართლა ყველანაირად გვერდში უდგავართ ერთმანეთს
თითოეული მშობელი და მე მართლა არა ვარ მარტო დეიდა, მე ვარ დედაც ამ ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, რაც თქვენ აღწერეთ, ამას გულისხმობს, რომ თქვენ უნებურად ითავსებთ ამ პასუხისმგებლობებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით რთულია, როდესაც ამას ყოველდღიურად თქვენ აკვირდებით და გჭირდებათ ამისი კონტროლი, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც გართულება არ გამოგრჩეთ, აქ თქვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მაღალია. ბატონი ზაქრო არ მიწყენს, ქალბატონ ნანას უნდა ვკითხო. ნანა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ყოველდღიურ სირთულეზე, არის თუ არა მნიშვნელოვანი, როდესაც კონკრეტულ დიაგნოზებს საუბრობთ, მშობლის მდგომარეობის გააზრება. ხშირად ჩვენ საუბრობთ ხოლმე მაგალითად ქრონიკული დაავადებების მართვისას ერთია პაციენტის სირთულე და მეორეა რა სირთულე აქვს ოჯახს. და ხშირ შემთხვევაში ეს არის საერთო ამოცანა, როდესაც მკურნალობაზე ან დაავადების მართვაზეა ლაპარაკი. მუშაობა, ბავშვის მოვლა, პასუხისმგებლობა, საზოგადოებაში ჩართულობა, რამდენად შეთავსებადია, რა სითხოვს ეს დაავადება თქვენგან, როგორც მშობლისგან, რა რესურსს ითხოვს, ყველაფერს. მთელ თქვენს დროს, მთელ თქვენს რესურს ფსიქოემოციურად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. როდესაც მშობელი იგებს ამ ურთულეს დაავადებას და ეცნობი ადამიანი რა დაავადება, უკვე იცი ეტაპები, ბავშვი ჯერო დადის, გარკვეული დროის შემდეგ ის ეტლს მიეჯაჭვება, შემდეგ იწყება სუნთქვის პრობლემები, შემდეგ გულის პრობლემები და ეს ყველაფერი უნდა გაიაზრო ადამიანმა, როდესაც მშობელი ამ დიაგნოზს იგებ, ყველაფერი უნდა გაიაზრო ერთ დღეში. და ამ ყველაფრის მათ შორის მოსალოდნელი გააზრება მომიწია ერთ დღეში ზუსტად. და იმ დღით ვიგრძენი, რომ იმ დღით დავეცი, გავნადგურდი ფაქტიურად, მაგრამ მე ისევ დავიწყე ჩემი თავის აღდგენა, რომ მე ასე არ გამომადგებოდა, იმიტომ რომ ჩემს წინ იდგა ჩემი შვილი, რომელიც ყოველდღე მიყურებდა თვალებში. და ავიყვანე ჩემი თავი ხელში და ვუთხარი ჩემ თავს, რომ ვიცი რთული ეს დაავადება, მაგრამ უნდა ვმართოთ, როგორც შევძლებთ. თავდაპირველად არის ის მომენტი, რომ ბავშვი არ წაიქცეს და ამ ყველაფერს უყურებ მშობელი და გეშინი არაფერი ტრამვა არ მიიღოს. აი ჩემი შვილი ხამ შემთხვევაში უკვე ეტლს არის მიჯაჭვული და უკვე იმ ეტლს, ოდესაც ეჯაჭვება ბავშვი, უკვე სხვა პრობლემები შემოდის, სხვა პათოლოგიური გართულებები გეშინია მშობელს და აი ამას ყველაფერს მიუყვები ეტაპობრივად. ეს დაავადება ისეთი დაავადებაა, რომ მხოლოდ სამედიცინო სფეროში არ უნდა განიხილებოდეს. რა თქმა უნდა იყოს ეს ყველაფერი საზოგადოებრივ დონეზე, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენ რასთან გვიწევს ბრძოლა. ყოველ დღე არის ჭიდილი, დროსთან ბრძოლა გვიწევს. აი დღეს რა იქნება, დღეს რა არის, ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, ეს ყველაფერი მშობლებს გვაქვს გათვლილი. და ისე მიუყვებით ეტაპობრივად, რომ ბავშვი ფსიქოლოგიურად არ დაიტვირთოს, არ განიცადოს, ანუ შემდეგ რა ელოდება. რა თქმა უნდა, ურთულესი ეს ყველაფერი და უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ არის ერთი ეს დაავადება, მაგრამ ამ დაავადების მიღმა როგორი არიან ეს ბავშვები, რაზე ოცნებობენ, რაზე ფიქრობენ. აი ყოველთვის გვეფიქრება ამაზე მშობლებს და ვცდილობთ ხოლმე ისეთი გარემო შევუქმნათ ამ ბავშვებს, რომ მეტად არ დაიტვირთონ, ანუ სადმე რომ მივდივარ, ჯერ წინდა გავიგოთ, რამდენად ადაპტირებული ამ ბავშვებისთვის გარემო და გადავაწყეთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი შვილების ცხოვრებაზე, როგორც მათ შეესაბამება, როგორც მათ ემოციებს შეესაბამება. და ვიმედოვნებთ, რომ უკეთესობა იქნება იმ თვალსაზრისით, რომ მკურნალობა, ის ეტაპები, რაც წლების წინ იყო ძალიან რთული, ახლა უკვე ვხედავთ, რომ ამ დაავადების მართვა შესაძლებელია და მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ისეთი პრეპარატები არსებობს, რომელზეც ნამდვილად წინა წლებში ვერც ვიოცნებებდით. ვიმედოვნებთ, რომ უკეთესი ცხოვრება ექნებათ ამ ბავშვებს ჩვენი მშობლების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, და იმ საზოგადოების, სადაც ჩვენ ცხოვრობთ.
თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. თითოეული თქვენგანი. ქალბატონმა აზამ დაიწყო, შემდეგ თაკომ გააგრძელა, ქალბატონმა თეონამ ბრძანა და თქვენ ხაზგასმით ბრძანეთ, რომ საზოგადოებამ ხშირად არ იცის, ვერ წარმოიდგენს როგორია ცხოვრების წესი ადამიანებისა და განცდები, რომელზედაც დღეს თქვენ საუბრობთ. თქვენ უცნებები და ფიქრები ახსენეთ ამ პატარების და მე უნებურად გამახსენდა, რაზედაც საუბრობდა რამდენიმე წუთის წინ თაკო, როდესაც ბავშვი სვამს კითხვებს და ამ კითხვებზე პასუხის მოძებნა უჭირს მშობელს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოებისგან გჭირდება მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია თქვენი საუბარი, იმიტომ რომ საზოგადოება მიცოდეს, რაში არის საჭირო მხარდაჭერა, რა შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს. ბატონი ზაქრო, როდესაც გადაცემაში იყო სტუმრად, მან ძალიან დეტალურად ისაუბრა თებერვალში, რამდენად სჭირდებათ ამ ბავშვებს მულტიდისციპლინური გუნდი. ასე იყო ბატონო ზაქრო და მე თანხმებით, მან ბრძანა რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის კვლევების ჩატარება. რამდენად მნიშვნელოვანია უკვე ჩატარებული კვლევების გამოცდილების გაზიარება და ყველა იმ საშუალების გამოყენება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს აქვს. ბატონო ზაქრო, ძალიან მოკლე დრო გავიდა იმის შემდეგ და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი რამდენიმე დღის წინ თქვათ ინტერდისციპლინური გუნდი ჩამოყალიბდა. ამ ადამიანებთან თქვენ შეხება სულ გქონდათ. ეს ექიმები ყოველთვის იყვნენ თქვენი პრობლემების მართვაში ჩართულები. როდესაც თქვენ მრავალწახნაგოვან პრობლემაზე საუბრობთ, რა არის ის, რაშიც გჭირდება თქვენ საზოგადოების ხარდაჭერა? მე ყველას მოგმართავთ ამ შემთხვევაში. როგორ ხედავთ თქვენ საზოგადოების ხარდაჭერას და როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას? დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონო მარი, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. ჩვენი აქ ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი პოზიცია ბუნებრივია ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, როგორც ჟურნალისტის, როგორც ექიმის და როგორც დედის. ეს ძალიან დასაფასებელია და როგორც ბუნებრივია დამოკიდებულება, ის ობიექტური დამოკიდებულება, რაც თქვენ გაგაჩნიათ ამ საკითხის და მსგავსი საკითხების მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ამ სივრციდან საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. პრობლემები იყო და არის უამრავი, მაგრამ ჩვენ ორგანიზაციამ შექმნის დღიდან ძალიან ბევრი პრობლემა გადავჭერით, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ იმ ეპოქაში და წარს უჩაბარდა ეს პერიოდი, როდესაც მშობელი ერიდებოდა შიშველ პირის გამოჩენას, ამ თემაზე საუბარს, ამის აღიარებას. ბუნებრივია, ეს გადავლახეთ და რა თქმა უნდა, იმ ეპოქაში, როდესაც თვითონ მშობელი ქმნიდა შეზღუდულ შესაძლებლობებს, ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, სამწუხაროდ ვერ ჩამოყალიბდა ერთხელ და სამუდამოდ, სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, თუნდაც ის იშვიათ დაავადებებთან ბრძოლის კულტურა. არ უნდა უწევდეს ფსიქოემოციურ მდგომარეობაში მყოფ მშობელს ქუჩაში გამოსვლა. არ უნდა უწევდეს ისეთ დედებს ქუჩაში გამოსვლა, როდესაც ისინი მიჯაჭვული არიან ბავშვებთან და დამოკიდებულები არიან ბავშვები მასზე. არ უნდა უწევდეს არც ერთ მშობელს და პაციენტს ფსიქოლოგიური დროის ტყვეობაში ყოფნა, თუ რა იქნება ხვალ, რა იქნება ზეგ, როდესაც ესეთ მძიმე დაავადებასთან გვაქვს ბრძოლა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო და არაერთხელ აღვნიშნავ თამამად და ვიტყვი გულწრფელად, რომ ჩვენ შვილებს, რომლებიც ჩვენ ყოველდღურად გვიყურებენ, გვისმენენ, ბუნებრივია, მათ უკვე იციან, რომ დღესდღეობით ეს არ არის უკვე ესეთი მძიმე დაავადება, როგორც იყო წარსულში. ეს დაავადება თითქმის დამარცხებულია, მისი პროგრესირება შეჩერებულია იმ ქვეყნებში, სადაც მედიკამენტი და მკურნალობა არის ხელმისაწვდომი. ჩვენ გვაიმედებს ის და მეტ мотиваციას გვაძლევს ის, რომ ვიცით, რომ არაერთ ქვეყანაში უკვე აღიარებულია არაერთი მედიკამენტი, არამედ რამოდენიმე მედიკამენტი. არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, რომლებიც არის დასრულების ფაზაში და უამრავი მედიკამენტი იქნება უახლოეს პერიოდში. ასევე არის საწყის ეტაპზე კლინიკური კვლევები და შესაძლოა აქაც იყოს ჩართულობა, მაგრამ არის ერთი პრობლემა. თუ სახელმწიფოს არ ექნება კომუნიკაცია, მე მესმის, რომ ასეთ დაავადებების შემთხვევაში აუცილებელია მშობლის ხმა, აქტიურობა და პრობლემის წარმოწევა, რაც რეალურად არსებობს. ჩვენ ეს შევძელთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუნდაც ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა პეტიცია, გვაქვს კონფერენციებში ვიღებთ მონაწილეობას. უცხოეთში ვართ მსოფლიო და ევროპის ორგანიზაციის წევრები და სრულყოფილად გვაქვს
ინფორმაცია და მაგიტომ საუბრობ თამამად ამ ინფორმაციაზე, რასაც ვამბობ ბუნებრივია და პასუხისმგებელი ვარ ამ ინფორმაციაზე. ამის შემდეგ ჩვენ თამამად შეგვიძლია უთხრათ ჩვენ შულებს, საზოგადოებას, იმ ხალხს, რომელიც არის ჩვენი მხარდამჭერები, რომ დღეს შეიძლება ამ დაავადების შეჩერება, პროგრესირების შეჩერება. თუნდაც ის, რომ ჩვენ მარტო ჩვენი შულებისთვის არ ვიწვით, ჩვენ ვიწვით სამწუხაროდ არ წყდება სტატისტიკა და მზარდია სტატისტიკა ამ დაავადებასთან მიმართებაში გამოვლინება. ბუნებრივია საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფლობდეს ინფორმაციას, ადრეული გამოვლენის და გართულებების პრევენციის თავდანაცლების მიზნით ბუნებრივია ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა შევქონათ ბუნებრივია ამ დაავადებასთან ბრძოლაში ისეთი გუნდი, ისეთი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, რომ აღარ იყოს პრობლემა, რასაც ჩვენ პირველ ეტაპზე წავაწყდით და თუნდაც რასაც ვაწყდებით ამ ეტაპზე. არ არსებობდა სტატუსი ბავშვთან მიმართებაში, თუ კი არ გაურთულდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, დღეს ეს არსებობს და არის და ყველა ბენეფიტს იღებს სახელმწიფოში ფიზიოთერაპიის გულისხმობ პირველ რიგში. არ არსებობდა მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც თქვენ ბრძანებთ ამ კითხვით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია და გადამწყვეტიც კი. და რატომ? ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში, თუნდაც პირვანდელი გამოვლენების შემთხვევაში, რომ მშობელი ვერ ხვდება რასთან აქვს საქმე და მოხდეს შესწავლა დაავადების სიმპტომებთან ერთად, ასევე შესაძლებელია მშობლის ხრიდან ნებისმიერი კვლევის მიუხედავად მშობელს გამოეპაროს ინდივიდუალურად თუ კი მიიღებს მშობელი გადაწყვეტილებებს გამოეპაროს რომელიმე ორგანოს პათოლოგია და ფარულად მიმდინარეობდეს აღნიშნული ეს ძალიან მძიმე შედეგს იწვევს და ჩვენ ვიცით რომ ამ დაავადებას თან ახლავს უამრავი შიდა ორგანოების პათოლოგიები ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ბუნებრივია ჩვენს კარგ რა თქმა უნდა პროფესიონალ ექიმებთან ერთად გვექნება ხვალ-ზეგ და უახლოეს მომავალში კომუნიკაცია შეხება თანამშრომლობა რომ აღნიშნულ მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად იქნეს ყოველდღიურ რეჟიმში გამოკვლეული ჩვენი შვილები რათა რომელიმე მშობელს არ გამოეპაროს რაიმე პათოლოგია და თავიდან იქნეს აცილებული მძიმე შედეგები, გართულებები. ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ბოლო პერიოდში ჩვენ მიმართეთ უკიდურესობას სამწუხაროდ უწყვეტ აქციებს და მე გაუცებული ვარ იმ დედებით, ბებიებით, დეიდებით, რომლებიც მოდიან და უწყვეტად არიან აქციებში, ხამეს ათევენ. მე ვხედავ მათ ცრემლიან თვალებს, რომლებიც მოდიან სახლებიდან, რომლებიც ტოვებენ შვილებს და ძალიან ძნელია შვილის იმ მდგომარეობაში დატოვება, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ის არის შეჩვეული, დამოკიდებული დედასთან და ის ტოვებს შვილს იმ იმედით, რომ შვილმაც იცის და აცნობიერებს, რომ დედა მიდის წამლის მოსაპოვებლად. ჩვენს ქვეყანაში შემოსატანად, რომ წამალი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და მკურნალობა იყოს სრულყოფილი და ხელმისაწვდომი. ეს ძალიან ემოციურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ თითოეული ჩვენი აქტივობა, თითოეული ჩვენი სიტყვა, განცხადება ეფუძნება რეალობას და ეს არ არის ემოციური ფონიდან გამოწვეული განცხადებები და პოზიციები. რადგანაც ჩვენ როგორც გითხარით, ფლობთ სრულყოფილად ინფორმაციებს და სწორედ ის რომ დედებმა გადაწყვიტეს რომ ბავშვები დაეტოვებინათ სახლში, რომლებიც წლები ამაცი არიან მიჯაჭვული და ღამეებს ათევენ ღია ცის ქვეშ. რა თქმა უნდა ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ არის ის ეტაპი რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს და გადაიჭრას. არ შეიძლება ამ ინფორმაციაზე ვინმე დააფიქსიროს პოზიცია, რომ აღნიშნული აქტივობებით ვინმე რაიმე სარგებელი მიიღოს ეს ბავშვების სიცოცხლის აჯანმრთელობას ეხება. დაუშვებელია სხვადასხვა სატელევიზიო ეთერით სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება. შესაძლოა ცალკეულ საკითხებზე აღნიშნული იყოს და ეს პრობლემა ალბათ ყოველთვის იქნება, მაგრამ როდესაც ბავშვების სიცოცხლის აჯანმრთელობას ეხება, დაუშვებელია სხვაგვარი მიდგომა, რაც ბუნებრივია აფუჭებს პროცესს, აფუჭებს დამოკიდებულებას, აფუჭებს უკაცრავად კომუნიკაციას მშობლებთან, აფუჭებს ბუნებრივია დამოკიდებულებას მხარდამჭერების მხრიდან, რომელიც ძალიან ბევრია და ეს დღეები მოდიან მხარდამჭერები ბუნებრივია მოაქვთ სხვადასხვა საჭიროებები, რაც დედებს ჭირდება, იქ მყოფ პირებს ჭირდება და ეს მხარდაჭერა ჩვენ გვაძლიერებს ბუნებრივია. გვაძლიერებს იმიტომ რომ ჩვენ ვდგავართ სწორ მხარეს. ძალიან ძნელია ფსიქოემოციური მდგომარეობა და ქალბატონებმა ისაუბრეს აღნიშნულის თაობაზე. ძალიან ძნელია ასეთ დროს კონდეს სრულყოფილად დამოკიდებულება
ბავშვთან და არ კონდეს ემოცია დედას. რა თქმა უნდა, მამებიც ჩართული ვართ ამ ბრძოლაში და ჩემთან ერთად არაერთი მამა ჩართული ამ ბრძოლაში. გწრავთ. ჩვენთვის ყოველი დღე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება მიიღებს ორ გადაწყვეტილებას, უფრო მეტი აქტიური ქმედება იქნება. მე მესმის, რომ შესაძლოა მოკლეს დროში არ წყდებოდეს ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ 2 წელი დავკარგეთ ამ მოლაპარაკებებში სამწუხაროდ. და უკვე დადგა დრო, რომ უმოკლეს პერიოდში იქნეს მიღებული სწორი დროული გადაწყვეტილება. პირველ რიგში რა არის საჭირო? პირველ რიგში საჭიროა მეტი კომუნიკაცია პროვაიდერ კომპანიებთან, რაც ეგან ჩამოვთვალე, რომ არაერთი პროვაიდერ კომპანია სხვადასხვა მედიკამენტებზე ისინი მზად არიან ფასთან მოლაპარაკების მიზნით, ფასის დროში გადანაწილების მიზნით, კვლევებში ჩართვის მიზნით, ახალი კვლევების დასრულების ეტაპზე მედიკამენტების მიღების მიზნით აწარმოოს სახელმწიფოსთან მოლაპარაკება. ჩვენ მხოლოდ ერთ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება და ბუნებრივია იქაც Exxon Skipping-ზეა საუბარი. სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ბუნებრივია რთული იქნება და ვერც გადაწყდება აღნიშნული საკითხი, თუმცა ასაკთან მიმართებაში გამომდინარე იქიდან რომ ყოველდღიურად პროგრესირებს დაავადება, თითოეული დღეც და საათით შესაძლოა იყოს გადამწყვეტი. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ რომ მიგვემართა უკიდურეს სომისთვის, რაც არის უწყვეტი აქცია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ შეფასდეს მდგომარეობა თითოეული ბავშვის. თუ შესაძლოა დღეს არის კარგად, შესაძლოა ხვალ ზეგ დაუმძიმდეს მდგომარეობა და ეტლში მიეჯაჭვოს. თუ კი ეტლშია ბავშვი, შესაძლოა ორგანოების შიდა პათოლოგიებიდან გამომდინარე დაუმძიმდეს მდგომარეობა. სხვადასხვა მიმართულებით არის რამოდენიმე მედიკამენტი და მინდა განვაცხადო თქვენს ეთერში რომ ცდარია წარმოდგენა და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არის ერთი მედიკამენტი, საწყის ეტაპზე ყველაზე ძვირი მედიკამენტით საუბრის დაწყება, რაც ბლოკავს კიდევ ერთხელ ამბობ კომუნიკაციას და წინსვლას ამ პროცესში. შესაძლებელია მოხდეს დიფერენცირება ყველა პაციენტის, რადგანაც ამ დიაგნოზში სხვადასხვა მიმდინარეობა, შესაბამისად მკურნალობის მეთოდოლოგია, მედიკამენტები იყოფა და თუნდაც ის ყველაზე ძვირად ღირებული მედიკამენტი, რაც არის LAVDC და რომელიც გამოსცადა თეოს დიშვილმა და დღეს ძალიან კარგად არის და არ შეეძლო 1 სართულის დაფარვას და 9 სართულს დამოუკიდებლად ფარავს და შედარებისთვის შედარებაც არ შეიძლება იმ ბავშვებს, ვინც ვერ იღებს და არ არის ხელმისაწვდომი მისთვის მედიკამენტები, ბუნებრივია აქაც უნდა მოხდეს დაყოფა და არა ის რომ 100 ბავშვზე 3 მილიონი და ეს ჩამოაქცევს ბიუჯეტს. ესე არ არის. ეს ნამდვილად ეს შეიძლება იყოს 10 ბავშვზე. დანარჩენზე უნდა მოხდეს ბუნებრივია დაყოფა. გაცნობთ. შესაბამისად არის სხვადასხვა მედიკამენტები, არის ვამოროლონი, არის ჩივინოსტადი, რომელიც ყველა ბავშვზე შეიძლება იყოს მიწოდებული, არის Exxon Skipping-ი, რომელიც გამოსტილია და საუბარი იმაზე, რომ FDA-ის მიერ აღიარებულ მედიკამენტს ვერ მივიღებთ, ჩვენც ხვდებით, რომ ეს არ არის მართებული, რადგანაც არ ვიცი ჩვენს ქვეყანაში მე როგორც ვიცი სხვადასხვა ქვეყნების მათ შორის არავის არ ვაკნინებ ინდოეთის წარმოებული მედიკამენტებია რომელსაც არ აქვს არც FDA და არც EMA გავლილი და ის რომ EMA-ს მიერ არ არის რომელიმე მედიკამენტი აღიარებული და უნდა იცოდეს საზოგადოება რომ EMA უფრო და შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე რთული ასე ვთქვათ ასოციაცია, რომელიც მკაცრი რეგულატორია და შესაძლოა ჩვენ კიდევ გაცილებით დიდი პერიოდი ვერ მივიღოთ ეს მედიკამენტი, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ მხოლოდ EMA-ს აღიარებას. რის თქმა მინდა ამით რომ ის მედიკამენტები, რომელიც FDA-ის მიერ არის აღიარებული, სავსებით საკმარისია, თუმცა EMA-საც აქვს აღიარებული არაერთი მედიკამენტი, ეს არის ვამოროლონი და ჯივინოსტადი. სავსებით საკმარისია, ვფიქრობ, რომ გადავარჩინოთ ეს ბავშვები და დროულად იქნეს მიწოდებული მედიკამენტები. ჩვენ გავიარეთ უახლოეს წარსულში აქონდროპლაზიაზე იგივე მიდგომა, იგივე დამოკიდებულება, იგივე ფასთან ჭიდილი საუბრები, მათ შორის გაშავება მედიკამენტის სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა და იგივე ხდება ახლა. იგივე ხდება, მე არ მინდა დავიჯერო, რომ თუნდაც ხელისუფლებაში, თუნდაც ნებისმიერი წრიდან წარმომადგენელი ვინმე ფიქრობდეს სხვაგვარად, თუ არა ისე რომ ბავშვების სიცოცხლე უნდა გადარჩეს. მათი სიცოცხლე უნდა გახანგრძლივდეს. თითოეული ჩვენთაგანის მკურნალობა თუნდაც და მედიკამენტების მიღება არის სიცოცხლის გახანგრძლივება. მუდმივად არავინ არა ვართ ამ ქვეყნად, ხომ?
ასე რომ იმაზე საუბარი თუ ესე ფიქრობს რომ ან თუ ვინმე გადაცდომით თქვა რომ არ შეიძლება 2-3 წლის გამო 5 წლის გამო თანხა იქნეს გაღებული ეს მცდარია ბუნებრივია და ეს მიუღებელია შესაბამისად აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის მედიკამენტები FDA-ის მიერ აღიარებული მედიკამენტები რომლებიც მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას რომ მიიღონ წამალი ბავშვები რაც შეეხება კვლევას მაგალითად ბულგარეთის მაგალითია როდესაც exon skipping-ზე იყო არაერთი კვლევა, არაერთ ბავშვი კვლევა და კვლევის ფარგლებში გაგრძელდა ასე რომ ვთქვათ უფასოდ მიწოდება მედიკამენტის. ეხლა დაანონსებულია ბუნებრივია და ტარდება ელევითის ფართომასშტაბიანი კვლევა. მესამე ეტაპია კვლევის, მაგრამ კვლევა არ უნდა იქნეს გაგებული რომ უსაფრთხოების მხარე არ არის აღმოფხრილი. ნახეთ, პირველი ეტაპია უსაფრთხოება, მეორე ეტაპია ეფექტურობა და მესამე ეტაპია მათ შორის ბალანსი. ეს ყველა გავლილია, თუმცა მუდმივად ხდება ფარმაკოზე დამხედველობა მედიკამენტებზე. შესაბამისად, ეს პროცესი არ წყდება და პროცესის გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ წამალი არ არის ეფექტური. ანუ არ შეიძლება ამ დაგვარად ამ ინფორმაციის მიწოდება არც ერთ მედიკამენტზე, ბუნებრივია. ამ ეტაპზე ვსაუბრობ ელევიდისზე, რომელზეც სრულყოფილად დასრულებულია კვლევა, შედეგიც ცოცხალი მაგალითი ჩვენ სახეზე გვყავს და აქვე ვიტყვი რომ ცოცხალი მაგალითი გვყავს ვამროლონზეც, ჯივინოსტატზეც, exon skipping-ზეც და ყველა მედიკამენტზე, რომლებიც წლებია ცხოვრობენ უცხოეთში. ეს არ არის მარტივი პროცესი რომ წახვიდე და მეორე დღეს გითხრან რომ ჩამომგზავნეთ საქართველოდან და ჩვენ მიგაღებინებთ მოგცემთ სრულ პაკეტს დაზღვევის და მოგცემთ მედიკამენტს. არა, ესე არ ხდება, ისინი წლებია ცხოვრობენ და მოქალაქეობა აქვს თეოსტიშვილს ამერიკაში და იქიდან გამომდინარე ბუნებრივი აქვს პაკეტი დაზღვევის და მიიღო მედიკამენტი. ამით ის თქმა მინდა რომ ის რომ გამახვილდეს ყურადღება უსაფრთხოებაზე და თითქოს და ჩვენ ნაკლებად ვზრუნავთ ჩვენ შვილებზე ეს მცდარი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა ჩვენ ვზრუნავთ შესწავლილი გვაქვს ეს და ყველა ინფორმაციას ფლობთ ყველა მედიკამენტზე მათ შორის არა მარტო ელევიდისზე ეს ნიშნავს იმას რომ თუ კი კვლევა გრძელდება და კვლევა ალბათ ბოლომდე გაგრძელება თუნდაც იმ მიზნით რომ 100%-ით მოხდეს ამ დაავადების დამარცხება. არა იმიტომ რომ რაღაც დოზით თუნდაც 800-დან 2 შემთხვევა იყო შარშან 2025 წლის მონაცემებით 2 შემთხვევა თირკმლის პათოლოგია და ჯივინოსტატის შემთხვევაში არ იყო გამოწვეული ჯივინოსტატით ფატალური შედეგი, მაგრამ იყო ძალიან დამძიმებული მდგომარეობა პაციენტის და იქ ტარდებოდა კვლევა. ეს არ უკავშირდებოდა ჯივინოსტატის უკუჩვენებებს და მედიკამენტიდან გამოწვეულ, ასე რომ ვთქვათ, უკუჩვენებას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ გრძელდება კვლევა, არ ნიშნავს იმას, რომ არ არის გავლილი ეს მხარე. ამიტომ, თუნდაც კვლევის ნაწილში, თუ კი იქნება, ბუნებრივია, ახლა ტარდება და 100 პაციენტი იქნება ჩართული ელევიდის ნაწილში, და იქ ჩატარდება ბუნებრივია კვლევა, ამ კვლევის ფარგლებშიც მართლაც შესაძლებელია, თუ იქნება კომუნიკაცია სხვაგვარად, ეს საკითხი ვერასოდეს ვერ გადაწყდება. თუ კი იქნება კომუნიკაცია ნებისმიერ კომპანიასთან, ჩვენ მივიღეთ ჯივინოსტატის ორგანიზაციის, რომელიც არის წარმოებული და მომწოდებელი ორგანიზაცია იტალფარმაკო პასუხი, რომ მზად არიან ისინი კომუნიკაციისთვის, მაგრამ სამწუხაროდ არ ხდება კომუნიკაცია. მე ვსთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ვსთხოვთ მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა პირდაპირ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ასევე გვაქვს თხოვნა ყველა პასუხისმგებელი პირთან, რომ მაქსიმალურად დაიწყოს კომუნიკაცია პროვაიდერ კომპანიებთან. ისინი არასოდეს თავისი ინიციატივით ჩვენ არ დაგვიწყებენ, ასე რომ ვთქვათ, არ შემოვლენ ჩვენთან და ის რომ თითქოს ჩვენ ვიხილეთ ძალიან, ასე რომ ვთქვათ, ცუდი სიუჟეტი, სადაც თითქოს ჩვენ კომპანიები მშობლებს გვამხედრებს, ამაზე არ ზღირდა პასუხის გაცემა და რაიმე ორგანიზაციიდან განცხადების გაკეთება. იმდენად აბსურდული იყო, კომპანია სამედიკამენტზე საერთოდ არ არსებობს საქართველოში და თითქოს კომპანია ჩვენ გვამხედრებდა. ჩვენ გვამხედრებს ის, რაც მე უკვე ვთქვი და არ განმეორდები, ის რომ დღეს უკვე მედიკამენტები არსებობს და ყველა ბავშვზე დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია დამარცხება. სწორედ ეს არის ჩვენი мотиваცია, ეს გვაძლევს ძალას ბუნებრივია, ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება აღნიშნული საკითხი. მე ძალიან წუხ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი 4 წლის არის, ამას არსებობს მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. ძალიან წუხ ვარ იმაზე, რომ მე ვიცი, რამდენიმე ბავშვი დამძიმებული აქვს ჩემთლობის მდგომარეობა და ისინი ეტლში არიან.
და ძალიან ძიმე ჩვენ ინტერვიუები ვნახეთ, როგორ მოუწოდებენ ისინი, რომ თავიანთ მეგობრებს, რომლებიც პატარები არიან, მიაწოდონ წამალი. მე ვხედავ იმას, რომ რამდენიმე ბავშვი ძიბეთ გადაადგილდება, უკვე გართულებული აქვს გადაადგილება და შესაძლოა ხვალზე გეტს მიეჯაჭონ. მე ვხედავ ბავშვებს, რომელსაც შეიძლება გავრთულეთ ხვალზე უახლოეს პერიოდში ჯანმრთელობის გამარჯვება და წუხართ ამაზე ყველა მშობელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ესე რომ ვთქვათ, ერთი ორგანიზმი ვართ და ერთი მიზანი გვაქვს, ამიტომ არის ყოველი დღე მნიშვნელოვანი და როდესაც 2 წელს ვკარგავთ იმაში, თუმცა ფუჭად არ ჩაუვლია და რაც ჩვენ შეგვეძლო ორგანიზაციას ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ეხლა არის სახელმწიფოს ჯერი და დადგა ის დრო, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რათა არ დავკარგოთ ჩვენ ბავშვები და არ დაჩნენ უიმედოდ და კიდევ ერთხელ ვიტყვი ფსიქოლოგიური დროის ტყვეობაში თუ რა იქნება ხვალ, რა იქნება ზეგ, ნებისმიერი დაბადების დღე, ნებისმიერი მათი განვითარება ბუნებრივია უკავშირდება ამ დაავადებას. მაშია და ბუნებრივია ვერ ვაცალკევებთ, რადგანაც ფიქრი ყოველთვის არის იმაზე თუ რა იქნება ამ დაავადებასთან მიმართებაში. თუმცა უფრო მეტად აძლიერებს ამ ფიქრს ის რომ იცი დღეს არსებობს მედიკამენტები, არაერთი მედიკამენტი, იცი ის რომ შესაძლებელია ამ მედიკამენტის მოპოვება სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ რატომ გამოვედით, ჩვენ ვერ შევძლებთ ამას ბუნებრივია, მაგრამ ამას შეძლებს სახელმწიფო. შეძლებს ამას სახელმწიფო და არსებობს რეალურად შესაძლებლობას ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თვალსაზრისით რა თქმა უნდა გულისხმობ ასევე ექიმების, ამ დარგის სპეციალისტების მხრიდან რომ მართული იყოს ეს დაავადება, მკურნალობა რეალურად არის შესაძლებელი თუ კი იქნება სწორი დამოკიდებულება, თუ კი იქნება მეტი ყურადღება დათმობილი და არ იქნება ცალკე ესე რომ ვთქვათ ცალმხრივი კომუნიკაციები. უნდა მოხდეს ბუნებრივია მიუხედავად თუნდაც მცირედი წყენისა რომ რაღაც მოხდა აქამდე გართულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ძიმეა თითოეული ჩვენთაგანისთვის და შესაძლებელია აქედან გამომდინარე ჩვენ მქონდა ემოციური განცხადებები და გვექნებოდა და ლოგიკურიც არის მიუხედავად ამ ყველაფრისა, როდესაც ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა წონადი მოთხოვნა, წონადი პრობლემა ვფიქრობ ქვეყანაში არ არსებობს და სოციალურმა სახელმწიფომ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უნდა აიღოს რა თქმა უნდა პასუხისგებლობა, რომ ეს ბავშვები გადარჩნენ, იქნეს მედიკამენტი მიღებული და იმართოს ეს დაავადება. იმართოს დაავადება იმდაგვარად რომ არ გართულდეს, რადგანაც ჩვენ არ ვიცოდით 2-3 წლის წინ თუნდაც თუ გადაავადებს ეთში ჩასხდომას ან დაავადების პროგრესირებას, ჩვენ არ ვიცოდით 2-3 წლის წინ ამ მედიკამენტების შესახებ, რადგანაც არ არსებობდა. ჩვენ არ ვიცით რა იქნება მომდევნო 2-3 წლის შემდეგ. და სწორედ კვლევა რო ვახსენეთ ეგან რომ გრძელდება მუდმივად შესაძლოა ეს იყოს წინაპირობა იმის რომ სრულად დამარცხდეს ეს დაავადება. ამიტომ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი ბავშვი ის ვინც ეთლში უნდა გადარჩეს, ის ვინც შეიძლება ხვალზე გეტს მიეჯაჭვოს, ის უნდა გადარჩეს და ეთლის გარეშე დარჩეს და ის ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული უნდა დარჩეს იმ მდგომარეობაში. მე აუცილებლად უნდა გკითხოთ, ხომ არ გაქვთ ქალბატონებო სათქმელი? რამე რაც არ გითქვამთ, იმიტომ რომ ვიდრე დაგემშვიდობები ძალიან მნიშვნელოვანია მე მქონდეს განცდა, თქვენ რა კითხეს ჩვენთან მობრძანდით, რაც გნებავდათ თქვით და ჩვენი გადაცემის მაყურებელს გავუზიარეთ. თუ თვლით რომ თქვენი სათქმელი მივიტანეთ საზოგადოების ყურამდე, აი სულ ვიძახი ხოლმე რომ არ იცის საზოგადოებამ ხალხმა მაინც არ იცის ამ დაავადების შესახებ, მაინც არ არის ჩახეთული და სულ ვიძახი ხოლმე რომ თუ ვინმე საინტერესებს რა არის, როგორ არის და რანაირად არის, არც ერთი მშობელი არ დავიღლებით მოვიდნონ ჩვენთან და ყველანაირ შეკითხვაზე გავცემთ პასუხს. გაიცნონ ჩვენი ბავშვები, დაინახონ ჩვენი პრობლემა, გაიცნონ დედები, რომ თვითონ იყვნენ ჩართულები ამ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. მინდა რომ თითოეულმა ადამიანმა მიიტანოს თავის გულამდე ჩვენი გასაჭირი. სხვათა შორის ეს დაამატებ თქვენი საგვართვით, ძალიან თბილი ბავშვები არიან, რა თქმა უნდა. აცნობიერებენ ყველაფერს და ერთ-ერთს ქონდა ჩვენ მოვინახულეთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, არ აქვს პანდუსი სახლში. და ერთ-ერთი მოუწოდებდა თავის ჩართვიდან რომ ჩემს მეგობარს აქვს ეს პრობლემა რომ არ აქვს პანდუსი და სთხოვს საზოგადოებას და ქალაქის მერიას რომ პანდუსი
კონდეს მის მეგობარს და ესაც მათ შორის არსებული ძალიან პოზიტიური მუხტია, რომ ერთმანეთს ისინი მხარს უჭერენ და იქაც მათ შექმნეს უკვე თავიანთი წრე, ესე რომ ვთქვათ და იმის თქმა მინდა რომ ესაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მუხტის შექმნა ამ ესე რომ ვთქვათ ჩვენი გაერთიანების შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ მოგბრძანდით ჩვენთან. მადლობა რომ თქვენი გულის ტკივილი და სათქმელი გაგვიზიარეთ. ჩვენს მაყურებელს გაუზიარეთ. მე ზუსტად იმ თანმიმდევრობით წარგადგენთ დამშვიდობებისას, როგორც თავდაპირველად, გეტყვით რომ შეუძლებელია შვილის განსაცდელი იყოს შობლისთვის პრობლემათა რიგში. ის არის უპირველესი და მასზე ზრუნვა, საკუთარ შვილებზე ზრუნვა მშობლებისთვის ყველაზე მთავარი ამოცანა. საზოგადოების როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოების ინფორმირებაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც რაღაც პრობლემაზე ვსაუბრობთ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთმანეთის მოსმენა და თანამშრომლობა, იმიტომ რომ თუ ერთმანეთს არ ვუსმენთ ჩვენ არ გვესმის ერთმანეთის პრობლემების. მე მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები იყვნენ მშობლები, რომლებმაც თქვენამდე მოიტანეს ძუშენის სინდრომთან დაკავშირებული ის მრავალი წახნაგი, რომლის შესახებაც შესაძლოა არ იცოდით ან არ გქონდათ საკმარისი ინფორმაცია. ქალბატონი ნანა დაბრუნდაშვილი ჩემგან მარცხნივ, ბატონი ზაქრო გვიშიანი, ქალბატონი თეონა თედელური, ქალბატონი თაკო გოგალაძე, ქალბატონი აზა თავაძე. იყვნენ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები და ვიდრე დაგემშვიდობებით, მე აუცილებლად უნდა გითხრათ. როდესაც ვიწყებდი გადაცემას, მე გამოვიყენე ფრაზა, რომელიც წელს თებერვალში საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებით წარმოთქვა. ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენია. და მე უკვე გითხარით რა დატვირთვა აქვს ამ სიტყვებს. დიახ, 300 მილიონზე მეტი ადამიანია უკვე მსოფლიოში, ვისაც იშვიათი დაავადება აქვს. დიახ, თითქოს ცალ-ცალკე ეს დაავადება ცოტა ადამიანს გულისხმობს, მაგრამ ჯამში ძალიან ბევრია უკვე. იმ ადამიანთა არმია ძალიან დიდია, ვისაც იშვიათი დაავადება აქვს და სჭირდებათ თუ არა მშობლებს მხარდაჭერა. დიახ, სჭირდებათ. იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს მით უფრო. იმიტომ რომ მათ შვილებს აქვთ იშვიათი დაავადება და შესაძლოა საზოგადოებამ ძალიან ცოტა ან არაფერი იცოდეს ამ პრობლემის შესახებ. არადა მხარდაჭერა ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის სრულ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. ამიტომ ჩვენ ერთად ვზრუნავთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. იმიტომ რომ ადამიანია ყველაზე დიდი ფასეულობა და ადამიანის სიცოცხლე, რომელზედაც დღეს მშობლები საუბრობდნენ, არის უდავოდ ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.